ეს არის საიდუმლო ქსელი, რომელიც პუტინის უკრაინაში შეჭრის საფუძველს წარმოადგენს. საეჭვო გემები მთელ მსოფლიოში დაცურავენ, უკანონო ნავთობს აწვდიან მყიდველებს და ფულს ომის მანქანაში აბრუნებენ. ეს არის რუსეთის ყველაზე ძვირფასი იარაღი, მაგრამ საფრანგეთმა მთელ მსოფლიოს აჩვენა, როგორ უნდა დაშალო ეს იარაღი და ეს ერთი გასროლის გარეშე მოახერხა. ატლანტიკის ოკეანეში საფრანგეთმა ისეთი რამ გააკეთა, რომ პუტინი გაცეცხლებულია. ჭრილოვანი ფლოტის ერთი ტანკერის საქმე დასრულდა. საფრანგეთი გახდა ის მონადირე, რომელიც უკრაინას ყოველთვის სჭირდებოდა. და თუ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თავისი გამოვა, ეს მხოლოდ რაღაც უფრო დიდი საქმის დასაწყისი იქნება. ყველაფერი დაიწყო 31 მაისის დილით. დღის ადრეულ საათებში გემი სახელად თაგორე საერთაშორისო წყლებში მიემართებოდა. პირველი შეხედვით თაგორე ნებისმიერ სხვა ტანკერს ჰგავდა. ასე არ იყო. გემის ბურუსიანი ზედაპირის მიღმა აღმოჩნდება, რომ ის ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილია. ეს არის რუსული გემების ქსელი, რომლებიც სხვა ქვეყნების დროშებით დაცურავენ, რათა რუსული ნავთობი სხვა ქვეყნებს. გემი კამერუნის დროშის ქვეშ დაცურავდა და აგრძელებდა მოგზაურობას ლიმბეს ქალაქისკენ, რომელიც ასევე კამერუნში მდებარეობს. ისევ თითქოს არაფერია საეჭვო, მაგრამ თაგორე კამერუნს არ ეკუთვნის. ის დაკავშირებულია მოჰამედ ჰოსეინ შემხანისთან, რომელიც ნავთობის გადაზიდვის მაგნატია და ეჭვმიტანილია როგორც რუსული, ასევე ირანული ნავთობის გადაზიდვაში, რათა ორივე ქვეყნის რეჟიმებს სანქციების თავიდან აცილებაში დაეხმაროს. შემხანი ასევე არის ალი შემხანის შვილი, რომელიც ირანის ყოფილ უმაღლეს ლიდერ ალი ხამენეის მრჩეველი იყო, სანამ სიცოცხლეს არ გამოეთხოვა. როდესაც ოპერაცია ეპიკური რისხვის პირველ 24 საათში ირანში ბუნკერების გამანადგურებელ ბომბს შეეჩეხა. თაგორე ჩვეულებრივი ნავთობის ტანკერი არ არის. ეს ხომალდია, რომელიც რაც შეიძლება მალე უნდა გამოეყვანათ ექსპლუატაციიდან. როდესაც თაგორე ატლანტის ოკეანეს გადაცურავდა, მის ეკიპაჟს ალბათ ეგონა, რომ კიდევ ერთხელ მოახერხეს ყველას მოტყუება. და ეს მოხდა. უბრალოდ რომ ვთქვათ, საქმეში საფრანგეთი ჩაერთო. ფრანგული გემი მიუახლოვდა და თაგორეს თამაში გამოაშკარავდა. ფრანგი მეზღვაურები გემზე ავიდნენ, დააგავეს კაპიტანი და გემი დააგავეს. მაგრამ ეს მთელ ამბავს არ ასახავს. ოპერაციის დეტალები ძირითადად საიდუმლოდ რჩება, თუმცა უკვე იწყებს გარკვეული ინფორმაციის გაჟომა. კიოპოსტის მიხედვით, ახლა ჩვენ ვიცით მეტი, ვიდრე უბრალოდ თაგორის დანიშნულების ადგილი. ჩვენ ვიცით, საიდანაც ის მოდიოდა. ხომალდი ჩრდილო-დასავლეთ რუსეთის ქალაქ მურმანსკიდან მოდიოდა, რაც მაშინვე მიუთითებს იმაზე, რომ ეს კამერუნის ხომალდი არ იყო, მიუხედავად იმისა, სადაც მიემართებოდა. ეს ხომალდი რუსეთიდან არალეგალურ ტვირთს ეზიდებოდა. ფრანგული ატლანტიკური საზღვაო პრეფექტურამ ასევე გაამშრალნა, რომ ხომალდის შეჩერება მოხდა საერთაშორისო წყლებში, ბრეტანის ფრანგული ნახევარკუნძულის სანაპიროდან 400 საზღვაო მილის დასავლეთით. რუსეთის საეჭვო ხომალდზე დაკავების დროს 23 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა და ისინი არ დაემორჩილნენ ფრანგი ეკიპაჟის ბრძანებებს, რომლებმაც საბოლოოდ დააკავეს ისინი. ეს ჩრდილოვანი ფლოტის ხომალდებისთვის სტანდარტული პრაქტიკაა. თუ დაგიჭირეს, გაჩუმდი. პუტინს არ სჭირდება ვინმემ რუსეთის საიდუმლო ნავთობის გადაზიდვებზე ილაპარაკოს. ეს არის ის, რაც ვიცით საფრანგეთის როლზე ამ დაკავებაში, მაგრამ ამ ამბავს კიდევ გაგრძელება აქვს. ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა საფრანგეთს, რომ ბითლზებისგან შთაგონება არ აეღო და მეგობრების დახმარებით არ გაეკეთებინა ეს. კერძოდ კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც პუტინისთვის პრობლემად იქცა უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საფრანგეთს ამ ოპერაციაში დაეხმარა. ან შეიძლება ითქვას, რომ ვერტმფრენი გამოუგზავნა. BBC უცდება, რომ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ საფრანგეთს ვერტმფრენი მიაწოდა თაგორის დასაკავებლად. კიდევ ერთხელ დეტალები მწირია. ვიცით, რომ გემის დაკავებისას არც ერთი გასროლა არ განხორციელებულა. დიდი ბრიტანეთის მხარეს მხოლოდ ის აქვს გამჟღავნებული, რომ ვერტმფრენი ადრე HMS Somerset-ზე იყო განთავსებული და ის მონაწილეობდა თვალთვალსა და მონიტორინგში ფრანგული ოპერაციის მხარდასაჭერად. ეს ლოგიკურია. ვერტმფრენს შეუძლია საათობით იდგეს ჰაერში ეგრეთ წოდებულ ჩრდილოვანი ფლოტის გემის თავზე და მუდმივად გადასცემდეს მის მდებარეობას იმ გემებს, რომლებიც დამღვევი გემის დაკავებას აპირებენ. სავარაუდოდ სწორედ ეს მოხდა 31 მაისს. დიდი ბრიტანეთმა დაადგინა მდებარეობა, ხოლო საფრანგეთმა გაანეიტრალა იგი. როგორც მალე გაიგებთ, საფრანგეთი საკმაოდ ეფექტურად უპირისპირდება რუსეთის ჩრდილოვან ფლოტს და განსაკუთრებით ასე იყო ტარგორის შემთხვევაში, რადგან ეს გემი მუდმივად არღვევს წესებს. საფრანგეთს ამის შესახებ წლებია იცის, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანასაც. Euromaidan Press-ის მიხედვით ეს ხომალდი დიდი ხანია აშშ-ის უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიისა და ევროკავშირის სანქციების ქვეშაა და ის იმ მრავალ გემს შორისაა, რომელსაც უკრაინის სამხედრო დაზვერვა ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილად მიიჩნევს. მან ადრე გვინეის დროშის ქვეშაც უცურავია, რაც კიდევ ერთი არგუმენტია რუსეთის ნებისმიერი მტკიცების წინააღმდეგ. თითქოს ეს კამერუნის ხომალდია. თაგორიც ბევრ ქვეყანაში უცურავს. ხშირად რუსეთის ბალტიის პორტებიდან ისეთ მრავალფეროვან ადგილებში მიემგზავრება, როგორიცაა თაილანდი, ინდოეთი, ვიეტნამი, ეგვიპტე, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები. თაგორი რუსეთისთვის მნიშვნელოვანი ხომალდი იყო. ახლა ის აღარ არის და რუსეთი გააბრაზებულია. პუტინის საყვარელ მედია სპიკერს დმიტრი პესკოვს უკვე ბევრი აქვს ნათქვამი იმის შესახებ, რაც საფრანგეთმა 31 მაისს გააკეთა.
ჩვენ ამ ქმედებებს არალეგალურად მივიჩნევთ. ისინი საერთაშორისო მეკობრეობას ესაზღვრება, განაცხადა პესკომმა. სანამ ბუნდოვან განცხადებებს გააკეთებდა იმის შესახებ, რომ რუსეთი ზომებს იღებს თავისი ტვირთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. დმიტრი, შენ უბრალოდ ყველაფერი გაამხილე. გახსოვდეს, ეს ჩtildeოვანი ფლოტის ტანკერია. ის კამერუნისად უნდა ითვლებოდეს. შენ ვერ გამოხვალ და პირდაპირ იტყვი, რომ ბორდზე არსებული ტვირთი რუსულია. თუ არ გინდა რომ ხალხმა გაიგოს, ამ გემთან და მის გადაადგილებასთან დაკავშირებული ყველაფერი არალეგალურია. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პესკოვის გაბრაზებულ განცხადებას იდეალური პასუხი გასცა 1 ივნისს X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. გემებისთვის მიუღებელია საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლა, ზღვის კანონების დარღვევა და ომის დაფინანსება, რომელსაც რუსეთი უკვე 4 წელზე მეტია უკრაინის წინათ არმოებს, განაცხადა მაკრონმა. მან დაამატა, რომ ეს ხომალდები, რომლებიც ვერ იცავენ საზღვაო ნავიგაციის ყველაზე ელემენტარულ წესებსაც კი, ასევე საფრთხეს უქმნიან გარემოსა და ყველას უსაფრთხოებას. ეხლა შენიშლა რუსეთო. საინტერესო იქნება ვნახოთ, რას გააკეთებს რუსეთი თავისი ტვირთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ახლა როცა ტვირთი საფრანგეთის ხელშია. ჯერჯერობით ყველაფერი, რაც რუსეთმა გააკეთა, იყო თხოვნა ინფორმაცია ეკიპაჟის შემადგენლობის შესახებ, რომელმაც სტარგორი დააკავა, თან წუწუნი იმაზე, რომ საფრანგეთის მიერ გემის წინააღმდეგ გადადგმული არც ერთი ნაბიჯის შესახებ არ მიუღია შეთხოვინება. ეს ნამდვილად არ არის ის ძლიერი პასუხი, რასაც პესკოვი მიანიშნებს, რომ მოდის, მაგრამ ეს რუსული მუქარებისთვის ნატოს ქვეყნების მიმართ მის მიმართ საკმაოდ ტიპიურია. ძალიან ბევრი ყვირყვირილი და ძალიან ცოტა ქმედება. სხვათა შორის თუ რუსეთს სურს მიიღოს მინიშნებები იმის შესახებ, რა ელის სტარგორს და მის ეკიპაჟს, ამის გასარკვევად დიდად ძებნა არ სჭირდება. უკვე გითხარით, რომ საფრანგეთი საკმაოდ ეფექტურად ართმევს თავს ჩtildeოვანი ფლოტის ტანკერებთან ბრძოლას. ეს განცხადება ჰაერიდან არ არის მოტანილი. საფრანგეთს ამ ტიპის საქმეებში მზარდი გამოცდილება აქვს, რაც რუსეთს ყველაფერს ეუბნება თავისი არალეგალური გემისა და ეკიპაჟის ბედის შესახებ. მაგრამ სანამ ამ თემაში უფრო ღრმად შევალთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ The Military Shows. მოგწონთ ეს ვიდეო? შესანიშნავია. არ დაგავიწლეთ არხზე გამოწერა, რადგან ასეთ ვიდეოებს ყოველდღიურად ვაქვეყნებთ. 2025 წლის სექტემბრიდან საფრანგეთმა ტაგორის გარდა კიდევ 3 ჩtildeოვანი ფლოტის ტანკერის წინააღმდეგაც ჩაატარა მსგავსი ბორდზე ასვრის ოპერაციები. პირველი იყო ბორუჩი, რომელზეც საფრანგეთი სექტემბერში ავიდა ბორდზე. ეს გემი ბენინის დროშის ქვეშ ცურავდა, რომელიც შედარებით პატარა დასავლეთ აფრიკული ქვეყანაა. რაც შეეხება გემის კაპიტანს, ის ჩინელი იყო. არც არ ემთხვევა აქ. თუმცა იმ კაპიტნის ბედი, რომელსაც პოლიტიკო 30 მარტის სტატიაში ჟანგ ჟი ჩენი უწოდა, აჩვენებს რა შეიძლება ეუდებოდეს იმას, ვინც ტაგორის გემის მართვაზე იყო პასუხისმგებელი. მარტში ფრანგულმა სასამართლომ ჩენი დამნაშავედ ცნო ფრანგი ხელისუფლების მოთხოვნების და ომის დაუმორჩილებლობაში. მას შემდეგ რაც ქვეყნის სპეციალურმა ძალებმა მისი გემი აიყვანეს, როცა ის სენ-ნაზერის წყლებთან მიემართებოდა. ბორუჩი იმ დროს დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ღირებულების რუსულ ნავთობს ეზიდებოდა და ბორდზე 2 რუსი მოქალაქეც ხავდა, რომლებსაც ჩენი მხოლოდ როგორც უსაფრთხოების აგენტებს მოიხსენიებდა. ჩენს დანაშაულისთვის 1 წლი თავისუფლების აღკვეთა და დაახლოებით 175,000 დოლარის ჯარიმა მიუსაჯეს. თუმცა განაჩენი დაუსწრებლად გამოიტანეს. თუმცა თუ პესკოვს და რუსეთის საელჩოს სურთ მეტი გაიგონ რა ელის სტარგორს და მის ეკიპაჟს, ეს განაჩენი საკმაოდ მკაფიო მინიშნებას იძლევა. ბორუჩის დაკავებამ როგორც ჩანს, საფრანგეთს მოქმედებისკენ უბიძგა. რამდენიმე თვის შემდეგ იანვარში საფრანგეთი კვლავ აქტიურობდა. ამჯერად სამიზნე იყო იალქნიანი როტერი და ცოდვიანი საქმეების მეფე, სახელად გრინჩი. კიდევ ერთი ჩtildeოვანი ფლოტის გემი, რომელიც საერთაშორისო სანქციებს ექვემდებარებოდა, გრინჩი, ინდოელი კაპიტნის მიერ იმართებოდა და ის ხმელთაშუა ზღვით მოგზაურობდა იმავე მურმანსკის პორტიდან, საიდანაც ტარგო გადიოდა. ამჯერად რუსული ხომალდი კომორის კუნძულების დროშის ქვეშ მიცურავდა. ის საბოლოოდ მარსელის მახლობლად მდებარე ფრანგულ პორტში მიაბეს და დაცვაში აიყვანეს. როგორც ჩანს, გრინჩი შესაძლოა საფრანგეთმა გაათავისუფლა, მას შემდეგ რაც მისმა მფლობელმა მრავალმილიონიანი ჯარიმა გადაიხადა. ყოველ შემთხვევაში ასე ვარაუდობს Moscow Times-ი, რადგან ამტკიცებს, რომ თებერვალში საფრანგეთმა გაათავისუფლა ეჭვმიტანილი ჩtildeოვანი ფლოტის გემი, რომელიც ბოროდაი არ იყო. რუსეთის კიდევ ერთი საეჭვო გემმაც მარტში კრახი განიცადა. ამჯერად ეს იყო გემი სახელად დანა, რომელიც როგორც მიხვდით, მურმანსკიდან გამოდიოდა. ამჯერად მოზამბიკის დროშის ქვეშ. ალბათ უკვე ამჩნევთ გარკვეულ კანონზომიერებებს, განსაკუთრებით იმპორტების მხრივ, რომლებსაც რუსეთი იყენებს და აფრიკის ქვეყნების გამოყენებას იმისთვის, რომ თავისი ჩtildeოვანი ფლოტი შეუმჩნევლად ამუშაოს. მოთხოვებამ დანას შემთხვევაში არ გაამართლა. მას იგივე ბედი ეწია, რაც წინა ორ გემს და იმასაც, რომელსაც საფრანგეთი 31 მაისს პორტზე ავიდა. საფრანგეთს აქ საკმაოდ საინტერესო წარმატების მაჩვენებელი აქვს. 2026 წელს ქვეყანამ ჩtildeოვანი ფლოტის ტანკერი საშუალოდ 2 თვეში ერთხელ დააკავა. თუ ზელენსკის თავისი სურვილის განხორციელება გამოუვა, საფრანგეთი და სხვა დასავლური ქვეყნები, რომლებმაც უკვე სანქციები დააწესეს რუსეთის ამდენ საეჭვო გემზე, მალე დაიწყებენ ამ რიცხვების კიდევ უფრო გაზრდას. ამაზე ცოტა ხანში დავბრუნდებით. დაუბრუნდეთ ტარგორს. ჩtildeოვანი ფლოტის ამ ბოლო გემის დაკავების მნიშვნელობა უკეთ გასაგებითებარი ხდება, როცა გაიგებთ, რატომ არის ეს ფლოტი ასეთი მნიშვნელოვანი რუსეთისთვის. მას შემდეგ რაც პუტინმა უკრაინაში შეიჭრა, პუტინი აშენებს უზარმაზარ ტანკერების ქსელს, რომელიც მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ რუსეთს საშუალება მისცეს გვერდი აუაროს იმ სანქციებს, რომლებიც უკრაინის მოკავშირეებმა დააწესეს. ეს გემები არ არის უმაღლესი კლასის. ჩtildeოვანი ფლოტის გემისთვის მთავარი კრიტერიუმი, როგორც ჩანს, არის ის, რომ გემი ჯერ კიდევ შეუძლია ცურვა და რაც შეიძლება იაფიღირს.
უსაფრთხოებასთან, დაზღვევასთან და იმ ფაქტთან დაკავშირებული უმნიშვნელო შეშფოთებები, რომ ტანკერები ბევრ შემთხვევაში უკვე წლებია გასულია ექსპლუატაციის ვადიდან, მეორე ხარისხოვანი. BBC ამბობს, რომ ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერის საშუალო ასაკი დაახლოებით 20 წელია და მათი უმეტესობა ცუდად არის მოვლილი, რადგან წლების განმავლობაში არ გამოუყენებიათ, მანამ სანამ რუსეთს მიყიდიდნენ. აი რას იყენებს რუსეთი? ჟანგიანი გემები, რომლებსაც მილიონობით დოლარის ღირებულების ნავთობის გადაზიდვა აკისრიათ. ცურავი ეკოლოგიური კატასტროფები, რომლებიც უბრალოდ მომლოდინედ არიან. როდის მოხდება უბედურება? პუტინს ხომ გემების ხარისხი არ აინტერესებს. თავარია რომ მათ ნავთობის გადატანა შეეძლოთ და როგორმე მიაღწიონ იმ ქვეყნებს, რომლებიც ნავთობს იყიდიან. ეს ორი ამოცანაა მიზეზი, რის გამოც რუსეთმა მილიარდები ჩადო თავისი საიდუმლო საეჭვო გემების ქსელის შექმნაში. ზუსტი მონაცემების შეგროვება რთულია, რაც სწორედ ამ ყველაფრის არსია. რუსეთს სურს, რომ მსოფლიომ რაც შეიძლება ცოტა იცოდეს ამ ხომალდების შესახებ. 2025 წლის დეკემბერში სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრმა, ანუ CSIS-მა, შეაფასა, რომ ჩრდილოვანი ფლოტი მოიცავს 495-მდე ტანკერს, ხოლო დამხმარე გემების ჩათვლით ეს რიცხვი იზრდება 591 გემამდე. CSIS-მა ასევე შეაფასა, რომ პუტინის ბნელი საზღვაო ქსელი ყოველდღიურად დაახლოებით 3.7 მილიონ ბარელ ნავთობს ატარებს, რაც რუსეთის საზღვაო ნავთობის ვაჭრობის 65%-ს შეადგენს და წლიურად 100 მილიარდ დოლარამდე შემოსავალს ქმნის. სწორედ ეს ბოლო ნაწილი აქვს პუტინისთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა. სანამ ჩრდილოვანი ფლოტის ზღვაშია ნავთობიდან მიღებული ბინძური ფული რუსეთში მიედინება, რომელსაც კრემლი ბეგრავს, რათა თავისი საომარი ბიუჯეტი გაზარდოს. CSIS-ის ციფრები რამდენადაც მასშტაბურია, სხვები ამტკიცებენ, რომ ისინი მხოლოდ ზედაპირს ეხებიან ჩრდილოვანი ფლოტის ნამდვილი მასშტაბების. 2025 წლის ნოემბრის ანგარიშში Maritime News-მა განაცხადა, რომ რუსეთის ფლოტი რეალურად 3240 ხომალდს ითვლის. თუ ეს სიმართლეა, ეს ნიშნავს, რომ ჩრდილოვანი ფლოტი CSIS-ის შეფასებებზე 6 ჯერ მეტია. The Kyiv Independent-მა ამაზე ააგო და აღნიშნა, რომ ფლოტი, როგორც ამბობენ, თვეში 327 მილიონ ბარელს გადააქვს, რაც დღეში ოდნავ მეტია 11.2 მილიონ ბარელზე. კიდევ ერთხელ ეს მნიშვნელოვნად აღემატება CSIS-ის შეფასებას და სავარაუდოდ ნიშნავს, რომ ნავთობის შემოსავალი, რომელსაც რუსეთი თემით თავის გემების ქსელიდან იღებს, წლიურად 100 მილიარდ დოლარს აღწევს და არ მხოლოდ 100 მილიარდს. რომელი მონაცემებიც არ უნდა ასახავდეს რეალობას ყველაზე ზუსტად, ეს არსებითი არ არის. თავარი საკითხი, რაც აქ უნდა გავიგოთ, ისაა, რომ პუტინს ჩრდილოვანი ფლოტი სჭირდება. მის გარეშე ნავთობის ის სასიცოცხლო ხაზი, რომელიც უკრაინაში შეჭრას აფინანსებს, წყდება, რაც ნიშნავს, რომ აღარ იქნება უზარმაზარი ანაზღაურება მოხალისე ჯარისკაცებისთვის და ფრონტზე კიდევ უფრო ნაკლები აღჭურვილობა იქნება. მაინც როცა ესეთ მასშტაბურ რიცხვებზე ვსაუბრობთ, საფრანგეთის მიერ ერთი ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერის დაპატიმრება, მიუხედავად იმისა, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ტანკერი, უმნიშვნელოდ ჩანს. შეგიძლია ასე შეხედო ნამდვილად, მაგრამ მთავარი ამბავი აქ იმაშია, რაც შემდეგ მოხდა. საფრანგეთმა ამ დაპატიმრებით და მანამდეც რუსეთს აჩვენა, რომ ჩრდილოვან ფლოტთან თამაშს არ აპირებს. თუ საფრანგეთი საეჭვო ტანკერს იპოვის, ყველაფერს გააკეთებს მის დასაკავებლად. ამის შედეგია ის, რომ მარშრუტები, რომლებიც რუსეთს უსაფრთხოდ მიაჩნდა, ვეღარ გამოიყენება. კაპიტნები, რომლებიც სანქციების სუსტი აღსრულებისას მზად იყვნენ ქთამის მისაღებად, ახლა ორჯერ დაფიქრდებიან, როცა იციან, რომ ფრანგულ ციხეში მოხვედრა შეიძლება ელოდებოდეთ. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რომ გაიზარდოს Shadow Fleet-ის მუშაობის ხარჯები. იქნება ეს რუსეთის მოძველებული ტანკერების უფრო გრძელი და სახიფათო მარშრუტებით ცვლა, თუ იმის უზრუნველყოფა, რომ სულ უფრო ნაკლები მეზღვაური იქნება მზად, საერთოდ დავიდეს ამ გემებზე. რაც უფრო მეტი რისკი იქნება, მით უფრო დიდი ზიანი ადგება იმ შემოსავალს, რომელსაც Shadow Fleet-ი გამოიმუშავებს. ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი და სწორედ ეს იყო ის გზავნილი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააჟღერა ტაგორის დაკავების შემდეგ. ზელენსკიმ ტანკერის დაკავებაზე ისაუბრა 1 ივნისის საღამოს მიმართვაში უკრაინელ ხალხთან და განაცხადა: კიდევ ერთი რუსული ტანკერის შეჩერება მოხდა. მადლობა საფრანგეთს. ნიშნულოვანია, რომ ევროპამ გადადგას ძლიერი ნაბიჯი და განაახლოს თავისი კანონმდებლობა, რათა ასეთი ტანკერები არა მხოლოდ შეჩერდეს, არამედ ჩამოერთვათ კიდეც. უკრაინა აფასებს ამ ძიმე შრომას. ზელენსკი მართალია. რუსეთის ჩრდილოვან ფლოტზე რეაგირება უნდა გაძლიერდეს. თუ სერიოზული ზიანის მიყენება სურს პუტინის შესაძლებლობას, გამოიყენოს თავისი საიდუმლო ქსელი სანქციების ასარიდებლად. ახალი კანონმდებლობა დაეხმარება ამ საქმეს. რუსეთი ამას გააპროტესტებს, მაგრამ რა არის ამაში ახალი? და თითქოს რუსეთს აქვს მორალური უფლება, როცა საქმე ეხება კანონმდებლობის მიღებას, რომელიც თავად აძლევს უფლებას სხვა ქვეყნებს ავნებს. ხოლო მაისის შუა რიცხვებში, როცა რუსეთის სახელმწიფო დუმამ დაამტკიცა კანონი, რომელიც პუტინს აძლევს უფლებას ნებისმიერ ქვეყანაში შეიჭრას, რათა დაიცვას რუსი მოქალაქეების საზღვარგარეთ. ამ კანონში გამოყენებული ენა იმდენად ფართოა, რომ პუტინს ფაქტობრივად აძლევს სრულ თავისუფლებას გამოიყენოს რუსეთის შეიარარებული ძალები ნებისმიერი ქვეყნის წინააღმდეგ, თუნდაც მხოლოდ რუსი მოქალაქის დაპატიმრების შემპარად. ამ ფონზე ზელენსკის მოწოდება დასავლეთის ქვეყნებისთვის მიიღონ კანონები, რომლებიც მათ სრულად მისცემს უფლებას კონფისკაცია მოახდინონ რუსული ტვირთებისა და ტანკერების, სრულიად ლოგიკური. ამ ფონზე ზელენსკის მოწოდებები დასავლეთის ქვეყნებისთვის ის ქვეყნებისთვის მიიღონ კანონები, რომლებიც მათ სრულად მისცემს უფლებას რუსული ტვირთებისა და ტანკერების კონფისკაციაზე, სრულიად ლოგიკურია.
ეს იქნებოდა ესკალაცია, მაგრამ ამავდროულად ეს იქნებოდა ნაბიჯი, რომელიც პუტინს მკაფიო გზავნილს გაუგზავნიდა, რომ მას აღარ ექნება შესაძლებლობა თავისი სანქციების გვერდის ავლით, ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ფლოტით, ყველაფერი თავის სასარგებლოდ მოაწყოს. უკრაინისთვის საფრანგეთის ბოლო კონფისკაცია უნდა გახდეს უფრო დიდი მიღწევებისკენ გადადგმული ნაბიჯი და არა სანქციების კამპანიის უმაღლესი წერტილი. და თუ დასავლეთი კიდევ უფრო გააქტიურდება და სერიოზულად მიუდგება საკითხს, პუტინი ნამდვილ პრობლემაში აღმოჩნდება. უკრაინა უკვე ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია, რომ რუსეთისგან უკანონო ნავთობის გადინება თავისი მფრინავი სანქციებით შეაჩეროს. CNN-ი უწყება, რომ იანვრიდან მაისამდე პერიოდში უკრაინამ რუსეთის 15 ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მიიტანა იერიში, შორმანძილზე მოქმედი დრონებით, რის შედეგადაც ქვეყნის გადამუშავების სიმძლავრის 40% გამოვიდა მწყობრიდან. ამ იერიშებს თან ახლავს თავდასხმები რუსეთის ნავთობის ტერმინალებზე, აშკარა განზრახვით, რომ შეაჩერონ ჩრდილოვანი ფლოტის ხომალდების ნავთობის დატვირთვა და გასვლა. ჩრდილოვანი ფლოტის გასანადგურებლად საჭირო ყველა კომპონენტი უკვე არსებობს. უკრაინა ურთხავს რუსეთის ნავთობს მის წყაროზე და მისი იერიშები ამცირებს იმპორტების გამოყენებას, რომლებზეც ეს გემები ეყრდნობიან ნავთობის დასატვირთად. საფრანგეთმა ახლახან გვაჩვენა რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯი, მეტი კონტროლის ზღვაზე. სანამ უკრაინა უთხრამს წყაროს, დასავლეთმა უნდა გაუმკლავდეს იმ გემებს, რომლებიც ახერხებენ რუსეთის დატოვებას. პუტინის თითქოს და დაუძლეველი საეჭო გემების ქსელი შეჩერდება, ხოლო რუსეთის ნავთობის მთავარი არტერია გადაიკეტება, რაც რუსულ არმიას მნიშვნელოვნად დაასუსტებს. საფრანგეთმა ახლახან დანარჩენი დასავლეთისთვის მაგალითი შექმნა და ეს ერთი გასროლის გარეშე მოახერხა. როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ვლადიმერ პუტინს ეგონა, რომ ყველა საჭირო დაცვა ჰქონდა. უკრაინას მაინც არ შეეძლო რუსეთის დარტყმა. უკრაინას რაკეტები არ ჰქონდა, რაზე უნდა ედარდა რუსეთს. იმპერატორობის მსურველი მალე უკრაინის მმართველად უნდა ეკურთხებინათ. მაგრამ მეფე შიშველია. არც მის ქვეყანას აცვია რამე. რუსეთის სრულიად შიშველი აღმოჩნდა უკრაინის წინაშე, რაც პუტინის ყველაზე მტკივნეულ ადგილებზე განმეორებით დარტყმას შესაძლებელს ხდის. დარტყმა დარტყმის შემდეგ ანადგურებს ყველაფერს რუსეთში, რადგან უკრაინა ნადირიდან მტაცებლად გადაიქცა. უკრაინა ახლა საჰაერო მონადირია. ცას აკონტროლებს, რადგან რუსეთის მთელი თავდაცვითი სისტემა ჩამოშლის ზღვარზეა. ეს არავის წარმოედგინა. უკრაინის ომის უმეტეს ნაწილში ყურადღება სწორად იყო გამახვილებული იმაზე, თუ რას შეძლებდა უკრაინა საკუთარი თავის დასაცავად რუსეთის ერთობლივი სახმელეთო შეტევისა და მუდმივი საჰაერო დაბომბვების წინააღმდეგ. შეტევაზე გადასვლა საუბრის თემა არ ყოფილა. ეს განსაკუთრებით ასე იყო 2022 წელს. მაგრამ სულ რაღაც ერთი წლის წინაც კი საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა უკრაინას თავისი სულ უფრო განვითარებული დრონების ტექნოლოგია გამოეყენებინა თავდაცვითი კედლის შესაქმნელად რუსეთის დაუღალავი შეტევების წინააღმდეგ. ბოლო დროამდე განწყობა სრულყოფილად დასახა Atlantic Council-ის 2025 წლის ივლისის სტატიამ. უკრაინის სამხედროების ინოვაციური და სწრაფად განვითარებადი უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება ფენოვანი თავდაცვის შესაქმნელად ხშირად მოიხსენიება როგორც დრონების კედელი, ნათქვამია სტატიაში. დანარჩენი ყურადღება გამახვილებულია იმაზე, თუ როგორ შეიძლება უკრაინის თავდაცვის განვითარების პროცესმა შექმნას ნიმუში, რომელსაც მთელი ევროპა გამოიყენებს საკუთარი კონტინენტზე გადაჭიმული დრონების კედლის ასაშენებლად. უდაოა, რომ უკრაინის დრონების ოსტატობა უკვე არის და მომავალშიც იქნება ქვეყნის თავდაცვის მთავარი ფაქტორი. მაგრამ 2026 წელმა მნიშვნელოვანი ცვლილება მოიტანა იმაში, თუ როგორ აღიქვამენ უკრაინის დრონებს. ადრე ეს დრონები მხოლოდ დამცველები იყვნენ, რომლებიც რუსულ ჭურვებს ანადგურებდნენ და ფრონტზე მსხვერპლს აყენებდნენ. ახლა კი ისინი ნამდვილ მკვლელებად იქცნენ. როცა 2026 წელს შევედით, რაღაც შეიცვალა იმაში, თუ როგორ იყენებდა უკრაინა დრონებს. მოულოდნელად რუსეთის ტერიტორიაზე ენერგეტიკულ და სამხედრო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ ღრმა დარტყმებს თან დაერთო საშუალო მანძილზე განხორციელებული დარტყმებიც. ახალი დრონების ურდოები ფრენას იწყებდნენ ფრონტის ხაზს მიღმა. თავს ესხმოდნენ რუსეთის ლოგისტიკას, სარდლობის პუნქტებსა და მომარაგების ხაზებს, რათა ფრონტზე პუტინის ძალები დაესუსტებინათ. ეს შეუძლებელი უნდა ყოფილიყო. უკრაინა შეტევაზე გადავიდა იმ იარაღით, რომელიც თავდაცვისთვის იყო განკუთვნილი და რუსეთი დაუცველი გახდა. როგორ მოხდა ეს? დაადანაშაულეთ პუტინის ამპარტავნება და მისი უუნარობა, რომ ოდესმე გაეთვალისწინებინა შესაძლებლობა უკრაინას განევითარებინა შორი ან საშუალო მოქმედების შესაძლებლობები. პუტინი შეცდა და მისივე საშინელებისთვის უკრაინამ თავისი მზარდი დრონების შესაძლებლობები გამოიყენა იმისთვის, რომ დაეწყო დარტყმები იმ ერთადერთ რამეზე, რაც რუსეთს სჭირდებოდა თავდასაცავად, იმ დრონების ომისგან, რომელიც უკრაინამ გააჩაღა. რუსეთის საერო თავდაცვის სისტემები ასეულობით ინგრევა. ქვეყანა, რომელიც ოდესღაც ნადავლი იყო, გადაიქცა მტაცებლად, რომელიც ცას მართავს. და ამით მან რუსეთი გამოავლინა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი ძალები დაუცველები არიან. მათ არ აქვთ ის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც უნდა დაეცვათ ისინი. რუსეთის შიგნით უკრაინამ საზღვრისპირა რეგიონებსა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმიდან გადაინაცვლა რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვან ობიექტებზე შეტევაზე, მათ შორის მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე. ეს ყველაფერი უკრაინის გეგმის ნაწილი იყო. Tochny Open Source Collective-ის ანგარიშის წყალობით შეგვიძლია ვნახოთ, რომ ეს გეგმა რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა.
ამ კოლექტივმა შეძლო დაედასტურებინა 1530 ეგრეთ წოდებული კინეტიკური მოქმედება რუსეთის სამიზნეების წინააღმდეგ, როგორც რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე ოკუპირებულ უკრაინაში 2025 წლის ივნისიდან 2026 წლის მარტამდე. ეს უბრალოდ დრონებისა და რაკეტების დარტყმების, სხვა სიტყვებით თქმა. მაგრამ რაც აქ ნამდვილად საინტერესო არის ის თუ რას ირჩევდა უკრაინა სამიზნე დამთავრდასმების უმეტესობაში. 1530-დან 493 დარტყმა განხორციელდა რუსეთის საჰაერო თავდაცვის ინფრასტრუქტურაზე, რაც მოიცავს როგორც თავად საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ასევე რადარებსა და მსგავს დამხმარე აღჭურვილობას. ეს დაახლოებით უკრაინის ყველა დარტყმის მესამედია, დაახლოებით 3/4-ის განმავლობაში, მაგრამ აქ არ დასრულებულა. ასევე იყო A2AD სისტემებზე, რომელთაგან უკრაინის დრონებმა 433 დარტყმა მიაყენეს. A2AD ნიშნავს Anti-Access Area Denials და ეს არის სამხედრო ტერმინი, რომელიც გამოიყენება ნებისმიერი იმ საშუალების აღსაწერად, რომელსაც არმია იყენებს იმისთვის, რომ მტერს შეუშალოს ხელი მის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე წვდომაში. ჩვენ საუბრობთ ისეთ საშუალებებზე, როგორიცაა ელექტრონული ომის სისტემები, რომლებიც ხშირად გამოიყენება დრონების კურსიდან გადახვევისთვის და ასევე ვერტფრენებსა და თვითფრინავებზე, რომლებსაც შეუძლიათ გაანადგურონ უკრაინის მიერ გაშვებული დრონები. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ეს არის რესურსები, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის მცდელობებს დაიცვას ცა იმ ტერიტორიებზე, რომლებიც მან მიითვისა. მას შემდეგ, რაც თოჩნის პირველადი ანგარიში გამოქვეყნდა, უკრაინა კიდევ უფრო მეტად დაეხტნო რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების განადგურების სტრატეგიას. ეხლა უკრაინის დარტყმების 54.8% მიზნად ისახავს საჰაერო თავდაცვის სისტემების განადგურებას, რადგან უკრაინა აგრძელებს უკვე დაწყებულ კამპანიას, რათა დაასუსტოს ქვეყანა, რომელიც დიდი ხანია ცდილობს უკრაინის სუვერენული ტერიტორიის მიტაცებას. უკრაინა აღარ არის მხოლოდ თავდაცვაზე, ის უკვე შეტევაზეა საჰაერო თვალსაზრისით. და ეს შეტევები შესაძლებელი გახდა იმიტომ, რომ უკრაინამ გაანადგურა ის თავდაცვა, რომელიც მათ შეჩერებას უნდა ემსახურებოდა. ის იარაღები, რომლებიც უკრაინის დრონების გასანადგურებლად იყო შექმნილი, სწორედ იმით განადგურდა, რის შეჩერებასაც ისინი უნდა ემსახურებოდნენ. ეხლა რუსეთის დანარჩენი ნაწილი და ოკუპირებული ტერიტორიებიც გრძნობენ იმავე ტკივილს. როგორც ტოჩნი ამბობს, დათვი დაბრმავდა და მხოლოდ უნდა დავაკვირდეთ, რას აკეთებს უკრაინა რუსეთის მიმართ, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე თავად რუსეთში, რომ გავიგოთ, რას ნიშნავს ეს. დარტყმა ყველაფერს ამბობს. თელ RR 280 ნოვროსიის გზატკეცილზე, რომელიც რუსეთის როსტოვის რეგიონს ყირიმთან და ოკუპირებულ უკრაინის სამხრეთთან აკავშირებს, დრონები დაფრინავენ და სატვირთოები იწვის. ამ გზატკეცილზე გადაადგილება ახლა შეზღუდულია, ახლა შემდულია მას შემდეგ, რაც უკრაინამ 1 ივნისისთვის 150 მანქანა გაანადგურა და სავარაუდოდ მას შემდეგ კიდევ ათეულობით თუ არა 100-ით მეტი. ეს გზატკეცილი არის სახმელეთო ხიდი, რომელიც რუსეთს კრიმთან აკავშირებს. რუსეთისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ამ გზით მარაგები შეუფერხებლად მიეწოდოს ოკუპირებულ ნახევარკუნძულს და უკრაინის სამხრეთსაც. მაგრამ ეხლა ის პრაქტიკულად გამოუსადეგარი გახდა ახალი თაობის საშუალო მანძილის დრონების გამო. ამ სახმელეთო ხიდის პარალიზება შესაძლებელი გახდა იმის გამო, რომ უკრაინამ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების დიდი ნაწილი გაანადგურა. და კიდევ უამრავი მაგალითია. ივნისში უკრაინამ დრონები გაგზავნა ხერსონის ოლქში ჩენარის ხიდის დასარტყმელად. ეს ხიდი კიდევ ერთი ლოგისტიკური არტერია, რომელიც ყირიმს უკრაინის ოკუპირებულ სამხრეთთან აკავშირებს და უკრაინამ ის კიდევ ერთ სამიზნედ გამოაცხადა, რადგან რუსეთის საჰაერო თავდაცვა უკვე ჩამოშლილია. 9 ივნისს ხერსონის მარიონეტმა გუბერნატორმა ვოლდიმირ სალდომ გაამჟღავნა, რომ უკრაინამ ხიდზე კიდევ ერთი დარტყმა განახორციელა. კვლავ დააზიანა იგი 7 ივნისის თავდასხმის შემდეგ, რომელმაც უკვე აიძულა რუსეთი მძღოლები სხვა მარშრუტებზე გადაეყვანა. განმეორებითი თავდასხმები შეუძლებელი უნდა იყოს. თუნდაც რუსეთს მცირე შეღავათი მივცეთ 7 ივნისის თავდასხმის შეჩერებაში წარუმატებლობისთვის, მას უნდა დაეყენებინა საჰაერო თავდაცვის სისტემები, რათა შეეჩერებინა მეორე თავდასხმა. 9 ივნისს რუსეთმა ვერ შეძლო ამის გაკეთება. არა იმიტომ, რომ არ სურდა თავდაცვის სისტემების დაყენება, ან ვერ ხედავდა ჩერნიგოვის ხიდის მნიშვნელობას. რუსეთის პრობლემა ისაა, რომ ასობით საჰაერო თავდაცვის სისტემის დაკარგვამ მისი თავდაცვა სრულიად დაუცველი დატოვა. ის მცირედი თავდაცვა, რაც რუსეთს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰქონდა, მთლიანად ჩამოეხსნა და ახლა დარჩა შიშველი და დაუცველი არმია, რომელსაც უკრაინის დრონების შეჩერება აღარ შეუძლია. აი რატომ ხედავთ განმეორებად თავდასხმებს? რუსეთი იცის, რომ ისინი მოდიან, მაგრამ მას არ აქვს საკმარისი თავდაცვა, რომ შემომავალი ტალღების წინააღმდეგ რამე გააკეთოს. რუსეთის საჰაერო თავდაცვის განადგურების ტკივილს მხოლოდ ოკუპირებული უკრაინა არ გრძნობს. სანქტ-პეტერბურგიც, რომელიც პუტინის მშობლიური ქალაქია და რუსეთის ბრწყინვალების გვირგვინია, ასევე დაზარალდა. პუტინმა სწორედ ეს ქალაქი აირჩია ყოველწლიური საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის გასამართად, რომელსაც რუსეთი ატარებს, რათა წარმოაჩინოს თავისი ეკონომიკის სავარაუდო სიძლიერე და დაამყაროს ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან. რუსულ დაოს, როგორც მას უწოდებენ, 3 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში ატარებდნენ. უკრაინამ ეს ღონისძიება დრონებით თავდასხმებით დაამშვენა. ფორუმის გახსნის დღეს სანქტ-პეტერბურგის გარშემო მნიშვნელოვან ობიექტებს დაარტყა. შემდეგ კი ფორუმის დასრულებისას კიდევ რამდენიმე თავდასხმა განახორციელა. დრო შემთხვევითი არ ყოფილა. უკრაინას სურდა, რომ რუსეთს ცოდნოდა. ნებისმიერ დროს შეეძლო დაერტყა სანქტ-პეტერბურგისთვის. და სწორედ მაშინ აირჩია დრო, როცა მთელი ყურადღება ქალაქზე იყო მიფრობილი. დაფიქრდით, რას ნიშნავს ეს? ეს ღონისძიება რუსეთისთვის საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება იყო.
სანქტ-პეტერბურგი მაქსიმალურად იქნებოდა დაცული, რათა არაფერი შეცდომით არ მომხდარიყო. და ეს მაინც არაფერს ნიშნავდა. უკრაინის დრონებმა რუსეთის სააერო თავდაცვა გაარღვიეს, რაც ყველაფერს გეუბნებათ ამ თავდაცვის მდგომარეობის შესახებ. ეს თავდასხმებიც მოჰყვა რუსეთის სამარცხვინო გამარჯვების დღის აღლუმებს. ეს აღლუმები, რომლებიც კიდევ ერთი მთავარი დემონსტრაცია უნდა ყოფილიყო, ამჯერად რუსეთის სამხედრო ძალის ისე შეამცირეს, რომ აღლუმის დროს მოსკოვის წითელ მოედანზე არც ერთი სამხედრო ტექნიკა არ გამოუფენიათ. რატო? საქმე იმაშია, რომ რუსეთს ეშინოდა უკრაინა ამ აღლუმს დარტყმის შესაძლებლობად გამოიყენებდა და იცოდა, რომ რუსეთის შიგნით ჩამოშლილი საჰაერო თავდაცვის სისტემა ვერ შეძლებდა საკმარისად დიდი დრონების ჯგუფის შეჩერებას. როგორც ქრისტიან თერეში, რომელიც ევროპარლამენტის წევრი ამბობს, ლენინგრადისა და მოსკოვის რეგიონები მჭიდროდ დასახლებული და ეკონომიკურად მნიშვნელოვანი რეგიონებია რუსეთის სამხედრო მანქანისთვის. უკრაინა წარმატებით ახორციელებს კლასიკურ ეკონომიკურ და ფსიქოლოგიურ ომს მათ წინააღმდეგ. ეს არის ის მდგომარეობა, რომელიც უკრაინამ შექმნა რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე თავდასხმებით. ისინი იმდენად დასუსტდნენ, რომ მთელი რუსეთი და ოკუპირებული ტერიტორიები დაუცველი. ამ ყველაფერში რუსეთს მდგომარეობა არ გაუმჯობესდება. ის რაც ოდესღაც რუსეთის უდიდესი ძალა იყო, ეხლა მის ყველაზე დიდ სისუსტედ იქცა და ეს უკრაინის ომში თამაშის წესებს ცვლის. მაგრამ სანამ ავხსნით რატომ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ მოგწონთ ჩვენი ახის კონტენტი, აუცილებლად გამოიწერეთ, რომ არც ერთი ვიდეო არ გამოგრჩეთ. აი რას ნიშნავს ეს ყველაფერი რუსეთისთვის, მაშინ როცა პუტინი აგრძელებს თავის დამანგრევალ კამპანიას უკრაინის დასაპყრობად. რუსეთი ახლა შიშველია. მას არ აქვს საკმარისი საჰაერო თავდაცვა, რომ თუნდაც მიახლოებულად დაიცვას თავისი ყველა ობიექტი. და ეს არა ჩვენგან ან უკრაინისგან, არამედ ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ბზვის მზადყოფნის დეპარტამენტის ხელმძღვანელის გერტ კაიუსისგან მოდის. ის ამბობს, რომ რუსეთი საგანგაშო ტემპით ხარჯავს საჰაერო თავდაცვის რაკეტების დარჩენილ მარაგს, რაც ნიშნავს, რომ მას რაკეტებიც უმცირდება და ასევე იმ სისტემებიც, რომლებითაც მათი გაშვება ხდება. რუსეთის ზურგში, ოკუპირებულ უკრაინაში, რუსეთის თავდაცვა იმდენად დასუსტდა, რომ უკრაინამ შეძლო ადგილობრივი საჰაერო უპირატესობის მიღწევა, რაც ქვეყანას კონტროლს აძლევს დაუცველ ცაზე. გარდა RR-280-ისა, უკრაინა დარტყმებს ახორციელებს M14 და M04 ჩოკლეტ ავტომაგისტრალებზე, ასევე HH-20 გზის იმ მონაკვეთებზე, რომელიც ამ ორ გზას დონეცკთან აკავშირებს. ეს ყველაფერი არ უნდა ხდებოდეს, რადგან რუსეთის საჰაერო თავდაცვა უნდა აფერხებდეს ამ დარტყმებს, მაგრამ ასე არ ხდება. უკრაინა ყველას ანადგურებს. რუსეთს ახლა სულ უფრო ბრმა იმპერია შერჩა, ყოველ შემთხვევაში, როდესაც საქმე ციდან მომდინარე საფრთხეების მოგერიებას ეხება. თუ არა საჰაერო თავდაცვის სისტემებს აანადგურებენ, მაშინ რადარებს. ეს უკანასკნელები ძვირად ღირებულია შესაცვლელად და მათი დაკარგვა ნიშნავს, რომ სხვა მხრივ მუშა საჰაერო თავდაცვის სისტემა ვეღარ მოახვედრებს ჭურს, თუნდაც დიდ სამიზნეს, აღარაფერს ვამბობ პატარა დრონზე, რომელიც შემდეგი დარტყმისკენ მიემართება. უკრაინას ახლა სამფენიანი სტრატეგია აქვს ამოქმედებული. FPV დრონები ახლა უფრო ღრმად ურტყამენ ვიდრე ოდესმე. ფრონტის ხაზის მიღმა 35 კილომეტრამდე აღწევენ და აზიანებენ რუსულ ტექნიკასა და ჯარისკაცებს, რომლებიც შეტევის წამოწყებას ცდილობენ. საშუალო მანძილის დრონები ურტყამენ კოლონებსა და საჰაერო თავდაცვას ფრონტიდან 150 კილომეტრის დაშორებით, რაც არ მხოლოდ საშუალო მანძილის დარტყმებისთვის ქმნის პირობებს, არამედ უსაფრთხო საჰაერო კორიდორებსაც აყალიბებს გრძელ მანძილზე მოქმედი დრონებისთვის, რომლებსაც რუსეთში ფრენა უწევთ. რაც შეეხება რუსეთს, ის პანიკაშია. კიევ-პოსტი უწყება, რომ რუსი სამხედრო ბლოგერები ახლა ამტკიცებენ, რომ სამხედრო კოლონებს საკუთარი რადარები, ელექტრონული ბრძოლისა და მობილური საჰაერო თავდაცვის სისტემები სჭირდებათ, რათა უკრაინის დრონებისგან თავი დაიცვა. შესაძლოა ეს გონივრული არგუმენტია, მაგრამ საიდან უნდა მოიპოვოს რუსეთმა ეს ყველაფერი, როცა უკრაინა უკვე ანადგურებს მის საჰაერო თავდაცვის ქსელს. სხვა სამხედრო ბლოგერები თავიანთ რისხვას პუტინსა და მის გარემოცვას მიმართავენ და ამტკიცებენ, რომ მათ ვერ შეძლეს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევა, ხოლო რუსეთი ახლა უფრო დაუცველია ვიდრე მაშინ, როცა პუტინმა 2022 წელს სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. უკრაინის ახალი ხმა იუწყება, რომ ეს ბლოგერები უფრო გაბედულები ხდებიან და პუტინს უფრო ღიად აკრიტიკებენ, მაშინ როცა ადრე მათი კრიტიკა მიმართული იყო იმ გენერლებისკენ, რომლებიც რუსეთის ლიდერმა აირჩია. RBC უკრაინა ამბობს, რომ ეს კრიტიკა კრემლის სიღრმეშიც კი იგრძნობა, იმდენად რომ რუსეთი ცდილობს სამხედრო ბლოგერების ცენზურას, მათ მიერ გამოყენებულ სოციალურ ქსელებზე, მაგალითად Telegram-ზე, ზეწოლის გზით. ეს პუტინის საკმაოდ ტიპური პასუხია. როდესაც რეალურ პრობლემას აწყდება, ის ცდილობს პრობლემა დამალოს და არა მასთან გამკლავებასაც. უკრაინა მიზნად ისახავს პუტინის წინაშე არსებული პრობლემა კიდევ უფრო გაანწოვოს. Financial Times იუწება, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, 2026 წლის პირველ 4 თვეში უკრაინამ 451%-ით მეტი სადაზვერვო დრონი ააგო, ვიდრე 2025 წლის იმავე პერიოდში. ესენი ის დრონებია, რომლებიც რუსული პოზიციების დაების დაზვერვას და საჰაერო თავდაცვის საშუალებების იდენტიფიცირებას ახდენენ თავდასხმისთვის. უკრაინამ ასევე 312%-ით გაზარდა საშუალო დარტყმის დრონების წარმოება იმავე პერიოდში, რაც უზრუნველყოფს, რომ მას აქვს იარაღი თავდასხმების განსახორციებლად, იელებლად, როდესაც სადაზვერვო დრონები იდეალურ სამიზნეებს პოულობენ. მაგრამ ნამდვილი პრობლემა ესაა.
უკრაინა იმდენად ანადგურებს რუსეთის საჰაერო თავდაცვის ქსელს, რომ მის დრონებს შეუძლიათ შეაღწიონ ისეთ მნიშვნელოვან ქალაქებში, როგორიცაა მოსკოვი და სანქტ-პეტერბურგი, რაც თავისთავად უკვე სერიოზული პრობლემაა. მაგრამ პუტინისთვის ნამდვილი პრობლემა ისაა, რომ როგორც ჩანს, რუსეთს რეალური გზა არ აქვს, რომ სიტუაცია შემოაბრუნოს და თავისი ღირსება დაიბრუნოს. რუსეთი ცდილობს გამოსავლის პოვნას. ZAK-30 ციტადელის განვითარება ერთ-ერთი მათგანია. ეს ზუსტად ახალი საჰაერო თავდაცვის იარაღი არ არის, არამედ ეს არის ტიპის კოშკურა, რომელიც აგებულია არსებული 30 მმ-იანი ქვემეხების გარშემო და აერთიანებს რადარს, არადარს, ავტომატურ ცეცხლის კონტროლს და ელექტროოპტიკურ თვალთვალს, რათა ამ ქვემეხებმა შეძლონ პროგრამირებადი საჰაერო აფეთქების ჭურვების სროლა. ცხადია, რომ რუსეთი ცდილობს იპოვოს უკეთესი გადაწყვეტილებები უკრაინული დრონების წინააღმდეგ, რომლებიც ხშირად უვლიან გვერდს და ანადგურებენ უფრო თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებს. ეს შეიძლება ჭკვიანი იდეაა, განსაკუთრებით როცა საქმე ეხება უკრაინის დრონების წინააღმდეგ ბრძოლის ხარჯებს. მაგრამ რამდენიმე ქვემეხი ვერ გადაჭრის იმ ბევრად უფრო ფართო საჰაერო თავდაცვის პრობლემებს, რაც რუსეთს აქვს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი მასობრივად განლაგდეს ისე, რომ რეალური ცვლილება შეიტანოს. ეს მიანიშნებს რუსეთის რეალურ პრობლემაზე, რომელიც ამ ყველაფრის უკან დგას. თუ ქვეყანას და ოკუპირებულ ტერიტორიებს ერთად ავირებთ, რუსეთს აქვს ძალიან დიდი ტერიტორია დასაცავად, მაშინ როცა საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების მარაგი სულ უფრო მცირდება. დროებითი გამოსავლები, როგორიცაა ZAK-30 ციტადელი ვერაფერს შველის იმ პრობლემას, რომ რუსეთს არ შეუძლია აშენოს მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა და რაკეტა, რათა ჩაანაცვლოს ის სისტემები და რაკეტები, რომლებსაც უკრაინა ანადგურებს. რუსეთი რაკეტების მხრივად საკუთარ მდგომარეობას არ იმჯობესებს. 5 ივნისის ანგარიში ევრომაიდან პრესამ გამოავლინა, რომ რუსეთმა დაიწყო საჰაერო თავდაცვის რაკეტების გარდაქმნა იარაღად, რომელსაც იყენებს უკრაინის წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტების დარტყმების გასაძლიერებლად. როგორც ჩანს, რუსეთმა გაორმაგა ამ გარდაქმნების ტემპი, რაც ნიშნავს, რომ მისი საჰაერო შეტევები უფრო ძლიერი გახდება. მაგრამ ამ ძალის სანაცვლოდ რუსეთი კარგავს საჰაერო თავდაცვის რაკეტებს, რომლებიც უკვე ძალიან მცირე რაოდენობით აქვს. ეს არის შორს მოუხედავი სტრატეგია, რომელიც აჩვენებს, რამდენად სასოწარკვეთილი გახდა რუსეთი. ის ხარჯავს სწორედ იმ იარაღს, რომელიც ახლა ყველაზე მეტად ჭირდება, რათა უკრაინის წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე სასოწარკვეთილი დარტყმა განახორციელოს. რუსეთს სურს გადამწყვეტი დარტყმა მიაყენოს, რადგან არ უნდა რომ სოფლიომ გაიგოს, რომ სინამდვილეში ჩვენ აქ ვხედავთ ბოლო სასოწარკვეთილ მცდელობას გამარჯვების მისაღწევად. კიდევ ერთხელ ჩვენ არ ვხედავთ ძირითადი პრობლემის გადაწყვეტას, რაც იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთი უკვე ძალიან დიდი იყო დასაცავად და მისი ზომა კიდევ უფრო დიდ პრობლემად იქცა მას შემდეგ, რაც უკრაინამ რუსული საჰაერო თავდაცვის ქსელი გაანადგურა. ატლანტიკური საბჭოს მიხედვით რუსეთის ტერიტორიის დაახლოებით მეოთხედი ახლა უკრაინის დრონების მოქმედების არეშია. ეს შეიძლება განსაკუთრებულად შთამბეჭდავად არ მოგეჩვენოთ, სანამ არ გააცნობიერებთ, რომ რუსეთის მოსახლეობის 70% ამ ტერიტორიაზე ცხოვრობს. რაც იმასაც ნიშნავს, რომ რუსეთის ძირითადი სამხედრო, სამრეწველო და ენერგეტიკული ობიექტების დიდი უმრავლესობაც უკრაინის დარტყმის არეშია. რუსეთისთვის ეს მაინც ძალიან დიდი ტერიტორია დასაცავად და ეს ნიშნავს, რომ რუსეთს რთული გადაწყვეტილების მიღება უწევს ყოველ ჯერზე, თორსა კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის სისტემა ან რადარი წყობრიდან გამოდის. შეცვლის თუ არა დაზიანებულ სისტემას. რადგან რუსეთის საჰაერო თავდაცვის წარმოება შეზღუდულია, ჩანაცვლება ჩვეულებრივ ნიშნავს სისტემის სხვა ადგილიდან გადმოყვანას. ერთი ტერიტორია უნდა დასუსტდეს იმისთვის, რომ გაძლიერდეს მეორე, რომელიც უკვე დაუცველი აღმოჩნდა უკრაინის დრონების მიმართ. მაგრამ თუ ჩანაცვლება ვერ მოიძებნა, იგივე დრონები ისევ დაარტყამენ. ჩვენ ნახეთ, როგორ გააკეთა უკრაინამ ეს ჩენარის ხიდზე და ამ პროცესში მან პარალიზება გაუკეთა რუსეთის ერთ-ერთ მთავარ ლოგისტიკურ მარშრუტს. აქ რუსეთს სწორი გადაწყვეტილება არ აქვს. რომელი ვარიანტიც არ უნდა ერჩიოს, რაღაცაც, რასაც რუსეთი იცავს და უკრაინა ულტხამს, დაუცველი ხდება. რუსეთის სისუსტე ზედმეტად ნათელია, ამბობს ატლანტიკური საბჭო და ამატებს, რომ ყველაზე ხელსაღრალ პირობებშიც კი კრემლისთვის უკიდურესად რთული იქნება ქვეყნის მასშტაბით მართლაც ეფექტური საჰაერო თავდაცვის ქსელის ორგანიზება. ეს კარგი შენიშვნაა. თუნდაც რუსეთს არ კონდეს საქმე უკრაინის სულ უფრო მზარდი დრონების საფრთხესთან, მაინც ვერ შეძლებდა თავის ტერიტორიის სათანადოდ დაცვას. ას მოუწევდა დაეყრდნო მხოლოდ თავის უზარმაზარ ზომას და ბუნდოვან იმედს, რომ ტრის მიერ წარმოებულ იარაღს არ ექნებოდა საკმარისი მანძილი, რათა რამე დაეზიანებინა. ირონიულად ეს იმასაც ნიშნავს, რომ ისეთი რეგიონები, როგორიცაა რუსეთის შორეული აღმოსავლეთი, დაუცველია, რაც ნიშნავს, რომ რუსეთს არც კი შეუძლია ამ რეგიონებიდან საჰაერო თავდაცვის სისტემების გამოყვანა, რათა ჩაანაცვლოს უკრაინის დარტყმის რადიუსში დაკარგული სისტემები. კიდევ ერთხელ ხედავთ უამრავ პრობლემას, რომელთათვისაც რუსეთს არ აქვს გამოსავალი. როცა ვამბობთ, რომ რუსეთი შიშველია, სწორედ ამას გულისხმობთ. მისი საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც ისედაც ძალიან სუსტი იყო ყველაფრის დასაცავად, ახლა უკვე გამჟღავნებულია და დასუსტებული. უკრაინა უბრალოდ აგრძელებს მშენებლობას. ოკუპირებულ ტერიტორიებზე კიდევ მეტი დარტყმა იქნება, რაც კიდევ უფრო მეტ თავდასხმას გამოიწვევს რუსეთის შიგნით. რაც 2026 წელს აქამდე ვიხილეთ, უკვე შთამბეჭდავია, მაგრამ ეს ჯერ კიდევ შორსაა იმ პიკიდან, რისი გაკეთებაც უკრაინას შეუძლია. როდესაც კიდევ მეტი საჰაერო თავდაცვა განადგურდება და დრონების წარმოება გაგრძელდება, რუსეთის იმპერიის დაუცველი ძვირფასი ობიექტები უფრო ძლიერად დაზიანდება. პუტინი მუხლებზე დაეცემა და როცა ცრემლიანი თვალებით აიხედავს, მხოლოდ კიდევ უფრო მეტ უკრაინულ დრონს დაინახავს. უკრაინის გენიალურმა სტრატეგიამ ასევე მისცა შესაძლებლობა დაარტყას ისეთ ადგილებს, სადაც აქამდე არავის დაურტყამს. პუტინის მშობლიურ ქალაქ სანქტ-პეტერბურგს ბოლო დროს არ უმართლებს.
ივნისის დასაწყისში უკრაინამ დრონების შტორმი დაატეხა, რომელმაც რუსეთის ლიდერი დაამცირა რუსეთის უმსხვილესი ეკონომიკური კონფერენციის წინადრეს. დაახლოებით 1 კვირის შემდეგ გაგრძელებაც მოვიდა. და ეს მასშტაბურიაო. სანქტ-პეტერბურგში ხალხმა ალბათ იფიქრა, რომ ბირთვული ბომბი აფეთქდა, რადგან უკრაინამ ისეთი დიდი ცეცხლის ბურთი შექმნა, რომ ის კოსმოსიდანაც კი ჩანდა. უკრაინამ იდეალური რეცეპტი შექმნა. დაამატეთ ერთი ნაწილი დრონები, 5000 ტონა საბრძოლო მასალას და მიიღებთ მასიურ აფეთქებას, რომელმაც სანქტ-პეტერბურგი სამუდამოდ დაასახიჩა. 5 ივნისს უკრაინამ რუსეთში დრონების არმია გაგზავნა. სამიზნე იყო სანქტ-პეტერბურგი. კონკრეტულად უკრაინის დრონები მიემართებოდნენ რუსული ფლოტის მე-15 არსენალის გულში. ეს დრონები უპრობლემოდ დაფრინავდნენ, რადგან რუსეთის საჰაერო თავდაცვამ სრულიად ვერ შეძლო მათი ჩამოგდება. ბოლოს 1000 კილომეტრზე ფრენის შემდეგ დრონებმა მიაღწიეს სამიზნეს, ბოლშაია იჟორას, ლენინგრადის რეგიონში. შემდეგ დრონებმა დაარტყეს და მათ გაანადგურეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საბრძოლო მასალის საწყობი, რომელსაც რუსეთის ბალტიის ფლოტი იყენებდა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ შემდეგ დაადასტურა ეს დარტყმა, სწორედ რუსული ტელეგრამის არხი დოსია შპიონა იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ეს ამბავი გაავრცელა და აჩვენა, რამდენად ძლიერი იყო უკრაინის თავდასხმა. თავდასხმის დროს გამოყენებული იყო დაახლოებით 40 დარტყმის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი, რომელთაგან 22 საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს. დარტყმა მიზნად ისახავდა მიწაზე განთავსებულ ანგარის საცავებს, რამაც თავის მხრივ იქ არსებული მასალების აფეთქება გამოიწვია, განაცხადა არხმა. პუტინი ამ ანგარიში თქმა ყოფილი არ იქნება. მან რუსეთში სწორედ იმიტომ დაიწყო ტელეგრამზე ზეწოლა, რომ არ სურს მსოფლიო მან მისმა ხალხმა გაიგოს, რამდენად წარმატებულია უკრაინის ღრმა დარტყმების კამპანია. მაგრამ ამას ვერ დამალავ პუტინი. უკრაინის 8 დრონი ჩამოარდა 5000 ტონა საბრძოლო მასალაზე, რომელშიც შედიოდა სხვადასხვა კალიბრის საარტილერიო ჭურვები და საინჟინრო ამუნიცია. დოსია შპიონა იუწყება, რომ დარტყმის შედეგად 2 რუსი სამხედრო დაიღუპა, მაგრამ სწორედ აფეთქების მასშტაბი შეაშფოთებს პუტინს და სანქტ-პეტერბურგის მცხოვრებლებს. ეს უბრალოდ 8 დრონის აფეთქება არ იყო. ასეთი მასიური საბრძოლო მასალის საცავის დარტყმა ნიშნავს, რომ იყო მეორადი აფეთქებები, რომლებიც იმდენად დიდი იყო, რომ 15 არსენალზე უზარმაზარი ცეცხლოვანი ბურთი შეიქმნა. როცა ცეცხლი აგიზგიზდა, დამკვირვებლებს შეიძლებოდა ეფიქრათ, რომ უკრაინას როგორღაც ბირთვული იარაღი ჰქონდა მოპოვებული. ასე არ არის. მაგრამ უკრაინამ ისეთი დიდი ხანძარი გამოიწვია, რომ ის კოსმოსიდანაც ჩანს. კადრები როგორც მიწიდან, ასევე სატელიტებიდან გადაღებული, გვიჩვენებს უკრაინის ბოლო დარტყმის მასშტაბებს. ოსინთის X ანგარიზე ნაჩვენებია თუ როგორ გამოიყურება 15 არსენალი მიწიდან. იმ ღამეს, როდესაც უკრაინამ გავრცელებული ინფორმაციით რუსეთზე 366 დრონი გაუშვა, ნამსხვრევებმა, რომელსაც რუსეთი ხშირად მკვლელად აცხადებს, კიდევ ერთხელ მიაღწია მიზანს. კადრებში ვხედავთ მასიურ ხანძარს და ისეთ დიდ კვამს, რომელიც რამდენიმე კილომეტრიდანაც ჩანს. თუმცა დარტყმის ნამდვილი მასშტაბი სატელიტური სურათებით ირკვევა. კოსმოსიდან გადმოსული ფოტოები აჩვენებს, რომ არსენალის მთელი კუთხე ისეთი დიდი ხანძრით არის მოცული, რომ იქ არაფერს გადარჩენის შანსი არ აქვს. ეს ნამდვილი ჯოჯოხეთური ცეცხლია, რომელიც თითქოს ჯოჯოხეთის სიღრმიდან ამოიტანეს და უკრაინულმა დრონებმა მიიტანეს, რომლებიც თითქოს არასდროს უნდა არსებულიყო. ცეცხლი ვრცელდება, მე-15 არსენალი ვეღარ აკონტროლებს მას. მაშინაც კი როცა მეორადი აფეთქებები შეწყდა, მათ მიერ გამოწვეული ცეცხლი იწყებს გავრცელებას რუსეთის ბალტიის ფლოტის საბრძოლო მასალის საწყობის გარშემო მდებარე მიდამოებში. რუსეთმა სანქტ-პეტერბურგში თავის თავს დიდად ვერ უშველა. 15 არსენალი თითქოს სთხოვდა დარტყმას, რადგან რუსეთის თავდაცვის სისტემების განმეორებულმა ჩავარდნებმა უკრაინის დრონებისთვის კარი ღია დატოვა. მაგრამ სანამ ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, მოდი ვნახოთ, რაც ამ ოპერაციის შესახებ ამ ეტაპზე ვიცით. რამდენიმე ძირითად საკითხს უკვე შევეხით. როგორც ჩანს, უკრაინამ 40 დრონი გაუშვა ბოლშაია იჟორის მიმართულებით და ამ დრონებიდან 8-მ შეძლო რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების გარღვევა. მილიტარნი ამატებს, რომ უკრაინის დრონებმა შეძლეს მიწაზე განთავსებულ ანგარებზე დარტყმა, სადაც საბრძოლო მასალა ინახებოდა, რაც გახდა მეორადი აფეთქებების მიზეზი. რაც შეეხება თავად ობიექტს, მე-15 არსენალი დაარსდა 1930-იან წლებში, როგორც საბრძოლო მასალის საცავი ბაზა რუსეთის ბალტიის ფლოტისთვის. ეს უნდა იყოს გამაგრებული კომპლექსი, რომელიც მოიცავს მიწისქვეშა ინფრასტრუქტურას, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ მსგავსი თავდასხმები, როგორც უკრაინამ განახორციელა, თავიდან იქნას აცილებული. არსენალი ასევე დასავლეთის სამხედრო ოლქის ნაწილია, რომელსაც რუსეთი ხშირად იყენებს თავისი ბალტიის გემებისთვის, დამხმარე ხომალდებისა და წყალქვეშა ნავებისთვის. ეს შემთხვევითი სამიზნე არ ყოფილა. უკრაინამ დაარტყა ბოლშაია იჟორას, რადგან ცდილობს დაასუსტოს რუსეთის ბალტიისპირეთის ყოლტიისპირის. როდესაც კვამლი კვლავ ადიოდა, უკრაინის თავდასხმის ნამდვილი მასშტაბი გამოიკვეთა. 6 ივნისის ანგარიში BBC უცხება, რომ ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრე დროზდენკომ განაცხადა, რომ ლენინგრადის თავზე 140-ზე მეტი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. მოსახლეობას მოუწოდეს დარჩნენ სახლში როგორც შემდგომი დარტყმების შიშისგან, ასევე იმიტომ, რომ 5000 ტონა აალებული საბრძოლო მასალისგან კვამლის სუნთქვა ჯანმრთელობისთვის სახიფათო.
ამასთან ერთად დროზდენკომ მხოლოდ ის განაცხადა, რომ უკრაინულმა თავდასხმამ უმნიშვნელო ზიანი მიაყენა რამდენიმე შენობას და გამოიწვია ხანძარი ერთ-ერთ დაუკონკრეტებელ სამხედრო ობიექტზე. დროზდენკოს თქმაც კი არ გჭირდება. სატელიტური ფოტოები ყველაფერს აჩვენებს. ეს იყო ძლიერი თავდასხმა სანქტ-პეტერბურგზე, რომელსაც რუსეთი უპრეცედენტოდ აფასებს და ცდილობს უკრაინა წარმოაჩინოს ცუდად, რადგან მან სამხედრო ობიექტი გაანადგურა რუსეთის ტერიტორიაზე. თავდაცვის ბლოგი ამატებს, რომ ხანძრის მასშტაბი იმდენად დიდი იყო, რომ ბოლშაია იჟორაში ხელისუფლება მიძულებული გახდა დაახლოებით 600 მსხორები გაეყვანა სახლიდან. მაშინ როცა საგანგებო სამსახურები ცდილობდნენ ხანძრის ლოკალიზებას. მაგრამ ამ სამსახურებს ვერაფერი შეეძლოთ, რომ აფეთქება შეეჩერებინათ. რუსეთის დაღუპვა იყო მეორადი აფეთქებები. დრონებსაც შეუძლიათ ზიანის მიყენება, მაგრამ ასეთ რამეს ვერ ვიხილავდით, რომ არა დრონების სამიზნე 5000 ტონა საბრძოლო მასალა. უკრაინის დრონების საბრძოლო თავები ნაპერწკლებივით იყო. დანარჩენი კი რუსეთის საკუთარ საბრძოლო მასალას ეკუთვნოდა. მეორადმა აფეთქებებმა ხანძრები გამოიწვია, მეტალის ნამსხვრევები ჰაერში აისროლა და აფეთქების ტალღამ კიდევ უფრო მეტი აფეთქებება გამოიწვია. შედეგად წარმოქმნილი ხანძრის ჩაქრობა შეუძლებელი იქნებოდა, სანამ მეორადი აფეთქებები არ დასრულდებოდა. რუსეთს მხოლოდ ყურება, ლოდინი და იმედი დარჩენოდა, რომ მისი საკუთარი საბრძოლო მასალა მალე შეწყვეტდა აფეთქებას და არა უფრო გვიან. ასე რომ რუსეთმა თვითონვე შექმნა პრობლემა, როცა 5000 ტონა საბრძოლო მასალა ერთ ადგილას შეინახა. მაგრამ საქმე კიდევ უფრო ცუდადაა. უკვე გითხარით, რომ ამ თავდასხმის დაშვების გამო რუსეთი ისეთივე დამნაშავეა, როგორც უკრაინა, მისი დაგეგმვისა და განხორციელებისთვის. აი რას გულისხმობდით. რუსეთმა სრულიად ვერ შეძლო იმ საბრძოლო მასალის დაცვა, რომელიც უკრაინამ გაანადგურა. ის მიწისქვეშა ობიექტები, რომლებზეც ვახსენეთ, გამოუყენებელი იყო. სამიზნე რომის დასაზიანებლადაც ბუნკერების გამანადგურებელი ბომბები იქნებოდა. საჭირო რომ რუსეთს გონივრულად ეზრუნა შენახვაზე, ღიად იყო დატოვებული, რაც პრაქტიკულად უკრაინის დრონებს ეპატიჟებოდა მისასალმებლად. სატელიტური სურათებიც აჩვენებს, რომ რუსეთმა არ მიიღო საჭირო ზომები თავისი 15 არსენალის დასაცავად, მას შემდეგ რაც საბრძოლო მასალა მიწის ზედაპირზე შეინახა. არსენალში არსებულ არც ერთ შენობას გარშემო დამცავი მიწის ბორცვები არ ჰქონდა. ამ ბორცვებს შესაძლოა უკრაინის დრონების შეჩერება შეძლებოდათ. თუნდაც ვერ შეძლონ, მათი მთავარი დანიშნულება მაინც საწყობებს შორის ბარიერების შექმნაა. თუ დამცავი მიწის ბორცვები არსებობდა, ძვინვარე ხანძარი, რომელმაც მე-15 არსენალი და მინდებარე ტერიტორია მოიცვა, შესაძლოა ასე შორს და ფართოდ არ გავცელებულიყო. რუსული არაკომპეტენტურობა საკუთარ ტერიტორიაზე. ეს აზრიც კი მიუღებელია. აქ ჩვენ ხედავთ, რომ რუსეთი რეალობის ნაცვლად ვარაუდებზე მოქმედებს. 2022 წელს, როცა პუტინმა დაიწყო თავისი შეჭრა, ასეთი ელემენტარული თავდაცვითი ზომები საჭირო არ იქნებოდა. ბაზა, რომელსაც უკრაინამ დაარტყა, 1000 კილომეტრით იყო დაშორებული. უკრაინას არ ჰქონდა იარაღი, რომელსაც ასეთი მანძილის დაფარვა შეეძლო, მაგრამ 4 წელზე მეტი ხნის ომის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. უკრაინის შორ მანძილზე მოქმედი დრონები ახლა უფრო შორს მიფრინავენ და უფრო ღრმად უთყამენ, ვიდრე ოდესმე. და მაინც რუსეთს ჯერ კიდევ ეგონა, რომ მისი საბჭოთა ეპოქის ბაზა, რომელსაც არანაირი ძირითადი დაცვა არ ჰქონდა, უსაფრთხო იყო. ხოლოდ მანძილი საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ უკრაინას 15 არსენალზე დარტყმა შეუძლებელი ყოფილიყო. მანძილი საკმარისი არ აღმოჩნდა. უკრაინამ ეს ახალ-ახალ დაამტკიცა. და როგორც ხშირად ხდება, უკრაინამ ღამის რეიდის დროს რუსეთში მხოლოდ ერთ ობიექტს არ დაუმიზნა. მე-15 არსენალი შეიძლება იყოს მთავარი სიახლე, მაგრამ 6 ივნისს კიდევ ბევრი სხვა ობიექტი დაიწვა. ერთ-ერთი მათგანი იყო პეტროგოფსკაიას ნავთობსაცავი, ლენინგრადის ოლქის ლომონოზოვის დასახლებაში, როგორც RBC უკრაინა იუწყება. ამ ობიექტზე აფეთქება და ხანძარი დაფიქსირდა მაშინ, როცა მე-15 არსენალი იწოდა. უკრაინამ ასევე პირდაპირი დათმები მიაყენა ნესტორის ნავთობ ტერმინალს, რომელიც იმავე ქალაქში მდებარეობს და გაანადგურა რუსული დრონების ცენტრები ზაპოროჟიესა და დონეცკში, ლოგისტიკური საწყობი ლუგანსკში და სარდლობისა და სადამკვირვებლო პუნქტი, რომელსაც რუსი სამხედროები ბელგოროდში იყენებდნენ. ეს იყო შოკი და ძრწოლა უკრაინის მხრიდან და გარკვეული პოეტური სამართლიანობა იმაში, რაც უკრაინამ რუსეთს მიაყენა. უკრაინა შემთხვევით არ უთყამს სანქტ-პეტერბურგს, ის ამას მიზანმიმართულად აკეთებს. 3 ივნისს უკრაინამ დრონების ტალღა გაუშვა პუტინის მშობლიურ ქალაქში, სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის წინა საღამოს. ხშირად მას რუსულ დავოსს უწოდებენ. ეს ღონისძიება პუტინს აძლევს შესაძლებლობას მიესალმოს დელეგატებსა და ბიზნეს ლიდერებს. რაც საშუალებას აძლევს მას შექმნას ილუზია, თითქოს რუსეთის სრული ეკონომიკური ქაოსი არ არის. უკრაინამ შესაძლებლობა დაინახა. მან რუსული დავოსის გახსნა დრონების იერიშებით აღნიშნა და მათ სანქტ-პეტერბურგის ცა დააბნელა, რადგან ენერგეტიკული და სამხედრო ობიექტები გათიშეს, რაც უზრუნველყოფდა, რომ ქალაქის ყველა სტუმარი მხოლოდ უკრაინული დრონების მოქმედებაზე ისაუბრებდა. და 6 ივნისს უკრაინამ პუტინის ეკონომიკური კონფერენცია მეორე იერიშით დაასრულა. ამჯერად ისეთი მასშტაბური ხანძარი გამოიწვია, რომ ის კოსმოსიდანაც კი ჩანდა. პუტინმა ამ იერიშებს შორის დრო გამოიყენა იმისთვის, რომ ეთქვა, უკრაინასთან მშვიდობის მოლაპარაკებას აზრი აღარ აქვს. რუსეთის ლიდერმა ომი აირჩია. უკრაინამ კი პასუხად ასაფეთქებელი კვერცხი მოამზადა და პირდაპირ პუტინის სახეში ესროლა. მიუხედავად იმისა, რომ პუტინის საერთაშორისო ასპარეზზე, რომელიც თავად შექმნა რუსეთში, დამცირება ძალიან მნიშვნელოვანია. 6 ივნისი მხოლოდ სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის დაბომბვაზე არ იყო.
ამ დრონით თავდასხმის ნამდვილი მნიშვნელობა ისაა, რომ უკრაინა რუსეთთან ომში ახალ ფრონტს ხსნის. ეს ფრონტი იყო ის, რომლის გახსნასაც პუტინი არასდროს ელოდა და ეს ომს მთლიანად შეცვლის. მაგრამ სანამ მიზეზებზე გადავიდოდეთ, სწრაფად შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ მოგწონთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხელით არხი, რომ ნახოთ რას შემოგთავაზებთ შემდეგ. ასე რომ უკრაინის 6 ივნისის დარტყმა მხოლოდ სანქტ-პეტერბურგს არ ეხებოდა. ეს ეხებოდა ბალტიის რეგიონს და ეს არის ახალი ფრონტი, რომელიც უკრაინამ გახსნა. ამაზე უკვე ვისაუბრეთ, როცა გავამხილეთ, რომ 15 არსენალი რუსეთის ბალტიის ფლოტს ემსახურებოდა. Defense blog-ი ამ ხელს რამდენად ღრმაა ეს მხარდაჭერა და აღნიშნავს, რომ არსენალში მხოლოდ საარტილერიო ჭურვები არ ინახება. ეს ასევე ობიექტია, რომელსაც რუსეთი იყენებს ბალტიის ფლოტის მიერ გამოყენებული სარაკეტო სისტემებისა და ტორპედოების შესანახად, შეკეთებისთვის, მოვლისა და განადგურებისთვის. ასე რომ რასაც აქ ვხედავთ არ არის შემთხვევითი დარტყმა. ეს უკრაინის მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია, რათა დაასუსტოს რუსეთის ბალტიისპირეთის ყოფნა. გაიხსენეთ ის 3 ივნისის დარტყმები, რომლებიც ახლა ხან ვახსენეთ. იმ დღეს უკრაინამ ერთ-ერთ სამიზნედ კრონშტადტის საზღვაო ბაზა აირჩია და პირდაპირ დარტყმა მიაყენა პროექტ 20380-ის კორვეტს, სახელად ბოიკი, რომელიც რუსეთის ბალტიის ფლოტის ნაწილია. 3 დღის შემდეგ უკრაინამ დარტყმა მიაყენა საბრძოლო მასალის საწყობს, რომელიც ფლოტს ემსახურება. დამცირება სასიამოვნო გვერდითი ეფექტია. რაც უკრაინა აქ რეალურად აკეთებს არის კამპანიის დაწყება, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთი ბალტიის რეგიონში უძლური გახადოს. სრულიად ახალი ფრონტი გაიხსნა 100 კილომეტრით დაშორებით უკრაინიდან და იმ რეგიონში, რომლის დაცვაზეც პუტინს არასდროს უფიქრია. ამ ყველაფრის შედეგები უზარმაზარია. უკრაინის დრონებმა კრემლს აფეთქებითი გზავნილი გაუგზავნეს, რომ ბალტიისპირეთში რუსული აღარაფერია უსაფრთხო. აღარ არსებობს უსაფრთხო თავშესაფარი. ამის ნაცვლად უკრაინა აფართოებს გამორჩეულ საზღვაო კამპანიას, რომელიც შავი ზღვით დაიწყო და ახლა მის საზღვრებს ბევრად ცდება. ეს კამპანია არ მოიცავს სამხედრო გემებს. უკრაინას ისინი არ ჰყავს, ან ყოველ შემთხვევაში არც ერთი მნიშვნელოვანი. უკრაინა იყენებს სასიკვდილო ასიმეტრიულ სტრატეგიას, რომელიც მოიცავს საჰაერო და საზღვაო დრონებს, ასევე დროდადრო რაკეტებს, რათა რუსეთის საზღვაო ძალა პუტინის დაწყებულ ომში უმნიშვნელოდ აქციოს. როგორ უპასუხა რუსეთმა ამ ყველაფერს აქამდე? მან რამდენიმე ანტიდრონული ბადე დააყენა ბალტიის ფლოტის ომის გემებზე და ამით შემოიფარგლა. ესეც მხოლოდ სიმბოლური მცდელობა, რადგან ასეთი ტიპის ბადეებს შეიძლება შეეძლოთ მცირე FPV დრონების შეჩერება, მაგრამ ვერაფერს გააწყობენ უფრო მძიმე და ძლიერ დარტყმიან ღრმა დარტყმის დრონებთან, რომლებსაც ახლა უკრაინა უშვებს რუსეთის ბალტიის ინფრასტრუქტურისკენ. ეხლა ბალტიის ფლოტი საფრთხეშია. დარტყმები რუსეთის პორტებსა და კორვეტებზე ქმნის სარემონტო ტვირთს, რომელსაც რუსეთი ვერ უმკვალდება. საბრძოლო მასალის მარაგების აფეთქება რუსეთის სამხედრო გემებს ტოვებს ყოველგვარი შესაძლებლობის გარეშე, რომ ბალტიის ზღვაში საფრთხე შექმნან. თუ მართალია, რომ რაკეტები და ტორპედოები არტილერიასთან ერთად დაიწვა მე-15 არსენალში, მაშინ რუსეთმა ახლახან დაკარგა რთული შეიარარების სისტემები, რომელთა ჩანაცვლებაც სულ უფრო რთული ხდება, რადგან მომარაგების ჯაჭვები და 26645 სანქციის სიმძიმე აწვება. ბალტიის ფლოტი რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზღვაო რესურსია. არა მხოლოდ იმ საფრთხის გამო, რომელსაც ის წარმოადგენს, არამედ იმ ისტორიის გამოც, რომელიც მას უკავშირდება. რუსეთი ბალტიის ზღვაში საზღვაში საზღვაო ძალებს ამ ფლოტის მეშვეობით 1703 წლიდან ინარჩუნებს. ფლოტის შემადგენლობაში არსებული ათეულობით გემი მოიცავს როგორც საბჭოთა ეპოქის გამანადგურებლებს, ასევე უფრო თანამედროვე კორვეტებს. ეს ფლოტი ძალის დემონსტრირებისთვისაა განკუთვნილი. მისი მიზანია რუსეთს საშუალება მისცეს დააშინოს ბალტიისპირეთის ქვეყნები, ფინეთი, შვედეთი და მთლიანად ნატო. მაგრამ უკრაინა ყველაფერ ამას აბუჩად იგდებს, რადგან ბალტიის ფრონტს ნატოს ჩარევის გარეშე ხსნის. რუსეთის ბალტიის ფლოტს ბევრი არაფერი შეუძლია უკრაინისთვის ავნოს, გარდა იმისა, რომ დროდადრო გემები გამოუშვას რაკეტებისა და დრონების გასაშვებად. მაგრამ ამის გაკეთება ამ საბრძოლო გემებს სამიზნეებად აქცევს, როგორც რუსეთმა მწარე გამოცდილებით ისწავლა შავ ზღვაში. უკრაინას თავისი მიზანი არ დაუფიქსირებია, თუმცა ეს აშკარად ჩანს. ის ცდილობს ბალტიის რეგიონი დერუსიფიციროს. ცეცხლი, რომელიც იმდენად მასშტაბურია, რომ კოსმოსიდანაც ჩანს, საკმაოდ ძლიერი გზავნილია განზრახვის შესახებ. თუმცა უკრაინა საკმარისად ჭკვიანია იმისთვის, რომ იცოდეს, რუსეთის ბალტიის ძალა მხოლოდ სამხედრო გემების ფლოტით არ შემოიფარგლება. რუსეთს ბალტიის ზღვაში ასევე აქვს პორტები და ეს პორტები კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ რუსული ნავთობის ექსპორტი სხვა ქვეყნებში შეუფერხებლად განხორციელდეს. მილიარდობით დოლარს მოუტანს პუტინის საომარ ბიუჯეტს. ამიტომ უკრაინა ამ პორტებსაც უმიზნებს. მარტის განმავლობაში უკრაინულმა დრონებმა და რაკეტებმა რამდენჯერმე დაარტყეს ბალტიის პორტებს, პრიმორსკსა და ოსლუგას. ორივე მნიშვნელოვანი რუსული ტერმინალია, რომლებიც ერთად რუსეთის ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 40%-ს შეადგენს ყოველწლიურად. ნავთობის საცავი ავზები განადგურდა და ორივე პორტს ოპერაციების შეჩერება მოუწია რამდენიმე დღით, რათა შეეკეთებინათ უკრაინის მიერ მიყენებული ზიანი. მარტში ჩანდა, რომ უკრაინა რუსეთის ბალტიის პორტებს უტევდა, რათა პუტინს არ მიეცა სარგებლის მიღების შესაძლებლობა ნავთობის ფასების მასიური ზრდისგან, რაც გამოწვეული იყო ოპერაცია ეპიკური რისხვისა და ჰორმუზ-სრუტუზის სრუტის დახურვით სპარსეთის ყურეში. მაგრამ ეხლა ეს თავდასხმები უფრო ფართო კამპანიის დასაწყისს ჰგავს, რომელიც რუსეთის ბალტიისპირეთის ყველა აქტივს მოიცავს.
ბალტიის რეგიონში უკრაინის დრონებისთვის ნონების სადირობის სეზონია გამოცხადებული. 15 არსენალზე მასშტაბური აფეთქება. სავარაუდოდ ბოლოა იმ გრძელი სერიის ღრმა დარტყმებიდან, რომლებიც პუტინის დაწყებულ ომს მის მშობლიურ ქალაქში აბრუნებს. პუტინისთვის სულ უფრო ნათელი ხდება, რომ რუსეთი ვეღარ უმკლავდება უკრაინის შორმანძილზე მოქმედ სტრატეგიას. დრონები, რომლებიც 1000 კილომეტრს დაფარავენ და რეალურად მიზნებს დაარტყამენ, არასდროს უნდა მომხდარიყო. მაგრამ ეს ხდება და ეს არის შედეგი იმისა, რომ უკრაინამ დიდი დრო, ენერგია და ფული ჩადო ზუსტად იმ ტიპის იარაღის შექმნაში, რომელიც აუცილებელი იყო იმისთვის, რომ რუსეთს ეგრძნო იმ ომის ტკივილი, რომელიც პუტინმა დაიწყო. უკრაინის გრძელვადიანი სტრატეგია განვითარდა. ის, რაც ადრე ერთჯერადი დარტყმები იყო, გადაიქცა მუდმივ კამპანიად, რომლის დროსაც უკრაინა თვეების განმავლობაში რამდენჯერმე უტევს მთელ ქალაქებს. ჩვენ ამას ხედავთ სანქტ-პეტერბურგსა და ლენინგრადის ფართო რეგიონში ახლა. ბოლო რამდენიმე თვეში უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში, პორტებსა და საბრძოლო მასალის საწყობებში უზარმაზარი ცეცხლოვანი კვალი დატოვა. უკრაინის მთავარი მიზანია რუსეთის ეკონომიკის დასუსტება და პუტინის საომარი მანქანის შიგნიდან პარალიზება. ეს მუშაობს. რუსეთის გაზაფხულის შეტევა ჩავარდა და პუტინს თვეში 30,000-ზე მეტი ჯარისკაცი დაუჯდა, მაშინ როცა ტერიტორიული მოგება უმნიშვნელოა. ეს დამფროა არ არის. ეს პირდაპირ შედეგია იმ ტიპის დარტყმებისა, რაც 6 ივნისს ვიხილეთ. არსებობს ორი რამ, რაც ამ უკვე ცუდ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს და პუტინისთვის კოშმარად აქცევს. რუსეთს არ შეუძლია შეაჩეროს ის, რასაც უკრაინა აკეთებს და კიდევ ბევრი რამ მოდის. რუსეთის ძალის თხარო დიდი ხნის განმავლობაში მისი უზარმაზარი ტერიტორია იყო, მაგრამ ახლა ეს სწორედ მისი ყველაზე დიდი სიზუსტეა. უზარმაზარი ტერიტორია, რომელმაც მრავალი სახმელეთო არმია შეაჩერა, ვერაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინის დრონებმა და რაკეტებმა მიზნები ვერ მიაგნონ. ამის ნაცვლად რუსეთი ხედავს, რომ მისი საჰაერო თავდაცვა სულ უფრო მეტად იწელება და უუნაროა უკრაინის შეჩერებაში. კიდევ ერთხელ, ეს ვნახეთ 6 ივნისს 40 დრონიდან მხოლოდ 8 საკმარისი აღმოჩნდა რუსეთის მე-15 არსენალის გასანადგურებლად. მაშინაც კი როცა რუსეთის საჰაერო თავდაცვა მიზანს ხვდება, ეს საკმარისი არ არის იმ უპილოტო საფრენი აპარატების მასის შესაჩერებლად, რომლებიც მის ტერიტორიაზე შედიან. ზუსტმა დარტყმებმა შეცვალა სახმელეთო შეჭრა. რუსეთს პასუხი არ აქვს. რაც შეეხება იმას, რაც მოდის, გვაქვს მცირე მინიშნება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან. მაისის შუა რიცხვებში ზელენსკიმ გაამხილა, რომ მან დაამტკიცა მთელი გეგმა უკრაინის ღრმა დარტყმებისთვის რუსეთის წინააღმდეგ, ივნისში. არაფერი ხდება შემთხვევით, ყველაფერი დეტალურად არის გააზრებული და სიგიჟემდე მომზადებული. აი რატომ მუშაობს უკრაინის დარტყმები და სწორედ ამიტომ იქნება პუტინი შეშინებული, როცა ყოველ ღამე თავის ბუნკერში იმალება. უკრაინამ ერთ კვირაზე ნაკლებ დროში სანქტ-პეტერბურგის ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო საზღვაო ობიექტები გაანადგურა. გეგმილია მთელი თვე გრძელდისტანციური თავდასხმების და რუსეთს არაფერი შეუძლია გააკეთოს გარდა იმისა, რომ გამოიცნოს, რას დაარტყამს უკრაინა შემდეგ. საკვები, დიდებული საკვები. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ძლიერია არმია. ის უბრალოდ ვერ იმუშავებს, თუ ჯარისკაცებს მუცელი ცარიელი აქვთ. უკრაინამ ეს კარგად იცის და ახლახან გააკეთა გენიალური რამ, რომელიც რუსეთის არმიის შიმშილით დასაღუპად არის განკუთვნილი. ეს აღარ ეხება პირდაპირ მოკლას ან სამხედრო ინფრასტრუქტურის პარალიზებას. უკრაინამ რუსეთს ისეთი ძლიერი დარტყმა მიაყენა, რომ პუტინის საომარი მანქანის მუცელი ამოაგლიჯა. ერთადერთი რამ, რის გარეშეც არმია ვერ იარსებებს, ახლა საფრთხის ქვეშაა და მისი გავლენა უკვე იგრძნობა არა მხოლოდ რუსეთის ჯარისკაცებზე, არამედ იმ ნახევარკუნძულზეც, რომელიც 2014 წლიდან უკანონოდ არის ოკუპირებული. ჩვენ ჩერნიგოვკაში, უკრაინის სამხრეთში გადაგიყვანთ. პუტინის შეჭრის უმეტეს ნაწილში ჩერნიგოვკა ერთ-ერთ მთავარ სამ ბაზად იყო გამოყენებული, იმ საველე არმიებისთვის, რომელსაც რუსეთი ოკუპირებულ სამხრეთში ინარჩუნებს. ეს გადამწყვეტად მნიშვნელოვანია. ეს ბაზა კიდევ ორ ბაზასთან ერთად წარმოადგენს რუსეთის სამხედრო ძალების მთავარ სარდენს უკრაინის სამხრეთში და მისი შენარჩუნება გადამწყვეტია, რომ პუტინის მარიონეტები უზრუნველყოფილნი იყვნენ. ზუსტად იმდენად კარგად, რომ მათ შეძლონ უშედეგო შეტევების განხორციელება უკრაინის თავდაცვაზე და შეინარჩუნონ საკუთარი თავდაცვა იმ ტერიტორიაზე, რომელიც უკანონოდ აქვთ ოკუპირებული. ჩერნიგივკა თითქოს უკრაინის მისაწვდომობის ფარგლებს გარეთ უნდა ყოფილიყო, უსაფრთხო თავშესაფარი რუსეთის საველე არმიებისთვის. მაგრამ უკრაინამ ეს ყველაფერი თავდაყირა დააყენა. 1 ივნისს უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების 422 ცალკეულმა პოლკმა პირდაპირ დარტყმა მიაყენა რუსულ მომარაგების სატვირთო მანქანას ელისაიივკას დასახლების მახლობლად, რომელიც ზაპოროჟიეს ოლქში მდებარს. ეს თავისთავად აღსანიშნავია. ნებისმიერი მომარაგების სატვირთო, რომელსაც უკრაინა გაანადგურებს, არის მანქანა, რომელიც ვეღარ მიაწვდის რუსეთის ძალებს საჭირო საკვებსა და საბრძოლო მასალას. თუმცა რაც ამ დარტყმას მართლაც გამორჩეულს ხდის, არის ის, რომ ის მოხდა ჩერნიგივკიდან 23 კილომეტრში. და საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ დარტყმა ჩერნიგივკიდან 23 კილომეტრში მოხდა. უკრაინის დრონებმა ჩერნიგივკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 23 კილომეტრი დაფარეს, რითაც დაამტკიცეს, რომ არა მხოლოდ შეუძლიათ მიაღწიონ ბაზას, რომელსაც რუსეთი ხელშეუხებლად თვლიდა, არამედ შეუძლიათ გადააჭარბონ მას და გაანადგურონ მომარაგების სატვირთო, რომელიც შესაძლოა სწორედ ამ ბაზისკენ იყო გზაში. ის, რაც უკრაინამ ახლა გააკეთა, გაცილებით მეტია, ვიდრე მთავარი გზაზე სატვირთოს დარტყმა. როგორც უკრაინის ომის ანალიტიკოსი კლემენტე მოლანი აღნიშნავს, უკრაინა ახლა რუსულ სატვირთოებს მაშინ ურტყამს, როცა ისინი ტაქტიკურ პოზიციებზე მიდიან.
ვოლანი ასევე ხსნის, რატო არის ეს ასე მნიშვნელოვანი X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. ხოლო რამდენიმე ქალაქი დარჩა, სადაც ფრონტზე მყოფ 4 არმიას მათ ლოგისტიკასა და სარდლობის პუნქტებს შეუძლიათ განთავსდნენ. თავარი ტერიტორია რკინიგზის გასწვრივაა, ჩერნიგივკასთან, კამიანკასა და როზივკასთან ახლოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც უფრო მეტად შეძლებს უკრაინა ამ ქალაქების ლოგისტიკური ქსელის დარტმას ტაქტიკურ დონეზე, მით უფრო გაუჭირდება რუსეთს იმ 4 არმიის მომარაგება, რომლებიც ამ სამ დასახლებას საკუთარ ბაზებად იყენებენ. ეს იმ ტიპის ძლიერი დარტმა, რომელიც მთელი არმიის მუცელში ხდება. უკრაინის გააქტიურებული კამპანია რუსეთის ლოგისტიკის წინააღმდეგ მხოლოდ საწვავისა და სამხედრო ტექნიკის შეჩერებას არ ეხება. რუსეთის განადგურებულ სატვირთოებს შეეძლოთ გადაეტანათ ყველაფერი, მათ შორის ის აუცილებელი საკვები მარაგიც, რომელიც საჭიროა სახმელეთო არმიისთვის, რომელსაც უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში უწყვეტი შეტევების განხორციელებას ავალებენ. ეს შეტევები ან საერთოდ არ ხორციელდება, ან მნიშვნელოვნად სუსტდება, როდესაც ჯარისკაცებს მუცელი ცარიელი აქვთ. მიწოდების სატვირთოს დამწვარი ნარჩენები ჩერნიჰივკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 23 კილომეტრში რუსეთისთვის აფეთქებად გზავნილს წარმოადგენს, რომ ახლა 4 მთელი საველე არმია საფრთხის წინაშეა, რომ შიმშილით გააძევებენ თავიანთ პოზიციებიდან. აქედან იწყება რუსეთისთვის ნამდვილად სერიოზული მდგომარეობა. თუ ეს მხოლოდ ერთი დამწვარი მიწოდების სატვირთოს ამბავი იქნებოდა, ამას დიდი მნიშვნელობა არ ექნებოდა. სატვირთო, რომელიც სავსეა მარაგებით და დაიკარგა, ნამდვილად აზიანებს რუსეთს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის საველე არმიის პარალიზებისთვის, მით უმეტეს 4-ის. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი სატვირთო არ არის, ეს ასობით სატვირთოა. უკრაინამ წამოიწყო კოორდინირებული საშუალო მანძილის კამპანია, რომელმაც სრულად გადაკეტა რუსული მარაგები იმ ტერიტორიებზე, სადაც რუსეთს არასდროს ეგონა, რომ უკრაინა შეძლებდა დარტმას. 30 მაისიდან 1 ივნისამდე 3 დღე ნათლად აჩვენებს იმ უზარმაზარ წარმატებას, რომელსაც უკრაინა აღწევს ამ კამპანიით. 30 მაისს რუსეთმა დაკარგა 483 მანქანა და საწვავის ცისტერნა უგზაშოვის რაინის საშუალო მანძილის დარტმის დრონების შედეგად. მეორე დღეს კიდევ უფრო დიდი დანაკარგები იყო. 522 მანქანა დაიკარგა. 1 ივნისს უკრაინამ დაასრულა 3 გამანადგურებელი დღე, კიდევ 384 რუსული მომარაგების მანქანის განადგურებით, რის შედეგადაც 3 დღიანი საშუალო მაჩვენებელი გახდა 463 რუსული სატვირთო მანქანა დღეში. თუ ჩერნიჰივკაში სატვირთო მანქანა იმის ნიშანია, რომ უკრაინას შეუძლია უფრო ღრმად და არტყას ვიდრე რუსეთი ელოდა, მაშინ ამ 3 დღის განმავლობაში შეტევების მასშტაბი მიუთითებს, რომ უკრაინა საშუალო მანძილის დრონებს ისეთ რაოდენობაში აწარმოებს, რომ მათ შეუძლიათ რუსეთის სამხრეთის არმიები შიმშილით გაანადგურონ. რა თქმა უნდა, რუსი ჯარისკაცების შიმშილის ამბები ახალი არაფერი. 2026 წლის დასაწყისში უკრაინის დაზვერვამ გამოავლინა, რომ ზოგიერთი რუსი ჯარისკაცი იმდენად მშიერია, რომ იძულებულია გარდაცვლილი თანამებრძოლების ნარჩენები შეჭამოს, რათა ცოტა ხორცი მაინც მიეღოს. სხვა შემთხვევებში RFU-ს ცნობით, რუსი ჯარისკაცები ერთმანეთს ესვრიან, რომ საკვები ხელში ჩაიგდო. და გადაჭერილი კომუნიკაციები ლემანის ფრონტზე დონეცკში აჩვენებს, რომ უკვე არსებობს პრობლემა რუსეთის ლოგისტიკასთან უკრაინის აღმოსავლეთში. ადრე დღეში ორჯერ გვიგდებდნენ 1 ან 2 შოკოლადის ფილას. ეხლა უკვე მესამე დღე არაფერი გვიჭამია და ხვალ მეოთხე იქნება, ისმის ერთი ჯარისკაცის ხმა გადაჭერილ ჩანაწერში. მაგრამ ის, რასაც უკრაინა აკეთებს თავის სამხრეთ ტერიტორიებზე, განსხვავებულია. ყველა ეს ისტორია ეხება ცალკეულ შემთხვევებს, როცა რუსი ჯარისკაცები იმდენად შიმშილობენ, რომ უკიდურეს ზომებს მიმართავენ, რათა რამე ჭამო. დიახ, უკრაინის ლოკალიზებულ კამპანიებს, რომლებმაც ამ ჯარისკაცებს მომარაგების მიღების შესაძლებლობა წაართვეს, თავისი როლი ნამდვილად ჰქონდა, მაგრამ უკრაინის მხრიდან კოორდინირებული მოქმედება არ ყოფილა. ახლა კი უკვე არსებობს ასეთი რამ. მთელი კამპანია შექმნილი, რომლის მიზანიც რუსეთის უკანა ლოგისტიკის პარალიზებაა და მას მხარს უჭერენ სპეციალური პროგრამები, როგორიცაა იცა ლოგისტიკის ბლოკადის ინიციატივა, რომელიც მაისის ბოლოს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ შექმნა. და დრონების ახალი თაობა, რომელიც უკრაინას საშუალებას აძლევს უფრო ღრმად და ძლიერად დაარტყას ვიდრე ოდესმე. დაიმახსოვრეთ ეს დრონები, მალე ისევ დაუბრუნდებით მათ. დაუბრუნდეთ იმ 3 ქალაქის თემას, რომელსაც მოლიანი ახსენებს. ჩერნიგივკა, კამიანკა და როზივკა მხოლოდ ის დასახლებები არ არის, სადაც რუსეთმა თავისი 4 საველე არმიის განთავსება გადაწყვიტა. ისინი ლოგისტიკური ბარიერებია. საკვები და მარაგები ყოველდღიურად ასობით სატვირთო მანქანით გადის ამ ქალაქებში. მატარებლები მარტო ვერ აღწევენ ამ ქალაქებამდე და ისინი უბრალოდ უფრო დიდი სამიზნეები იქნებოდნენ უკრაინის დრონებისთვის. არ აქვს მნიშვნელობა რა ალტერნატიულ მარშრუტებსაც არ უნდა ეცადოს რუსეთი თავისი სატვირთოებისთვის. რეალობა, რომელსაც ვერ გაექცევი, ისაა, რომ ყველა მათგანი ამ 3 ქალაქისკენ უნდა მიემართოს, რათა რუსეთის სამხრეთის საველე არმიები საკვებითა და მარაგებით უზრუნველყონ. ეს გარდაუვალია. ის რაუძლეველად მიიჩნეოდა, ახლა უკვე დაზიანებულია. და უკრაინას აქვს შესაძლებლობა უზრუნველყოს, რომ ეს ლოგისტიკური კრიტიკული წერტილები რუსეთის სამხრეთის არმიების დაღუპვის მიზეზი გახდეს. ევრომაიდან პრესი ასეთ სცენარს განიხილავს, სადაც უკრაინა აღნიშნული 3 დასახლებისკენ ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი საშუალო რადიუსის დრონების ჯგუფებს გაუშვებს. ეს დრონები დაპროგრამებული იქნება, რომ დაარტყან ნებისმიერ სატვირთოს, რომელსაც დაინახავენ ზუსტად იმ წერტილებში, სადაც ეს სატვირთოები ყველაზე მეტად სჭირდება რუსეთს. სატრანსპორტო საშუალებები უნდა შეიკრიბონ ჩერნიჰივკაში, კამიანკასა და როზივკაში. რუსეთის სამხედრო დაგეგმამ სხვა არჩევანი არ დაუტოვა. უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლია მიაღწიოს რუსეთის ზურგის ამ სიღრმემდე. შემდეგი ნაბიჯია კოორდინირებული კამპანია, რათა ეს ლოგისტიკური კვანძები სრულიად გამოუსადეგარი გახდეს რუსეთის 4 სამხრეთელი საველე არმიისთვის.
უკრაინას აქვს დრონები, რომ ესაც მოახერხოს. 30 მაისს BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბოლო 1 კვირის განმავლობაში მან დაადასტურა 14 შემთხვევა, როდესაც უკრაინულმა დრონებმა გაანადგურეს რუსული მანქანები, რომლებიც საკვებს, საწვავსა და საბრძოლო მასალას ეზიდებოდნენ კრიტიკულ მარშრუტებზე, რომლებიც რუსეთს აკავშირებს ოკუპირებულ კირინთან და სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებთან სამხრეთ უკრაინაში. ეს ძალიან მცირე რიცხვია იმასთან შედარებით, რაც რეალურად ხდება, მაგრამ ამ ანგარიშს საინტერესოს ის ხდის, რომ ბევრ შემთხვევაში გამოყენებული იყო Hornet-ის დრონი. ეს დრონი, რომლის წარმოებაც მხოლოდ $5,000 ღირს, ატარებს 5 კილოგრამიან საბრძოლო ქობინს და შეუძლია 200 კილომეტრამდე მანძილზე ფრენა. ის ხელოვნურ ინტელექტზეა დაფუძნებული. მას ასწავლეს 1000-ობით საათის უკრაინული დრონების ვიდეო ჩანაწერებით, რაც ნიშნავს, რომ ზუსტად იცის რა უნდა ამოიცნოს სამიზნედ და ამისთვის ადამიანის ჩარევა საჭირო არ არის. ეს ის ტიპის დრონებია, რომლებსაც უკრაინა შეუძლია გამოიყენოს, რათა რუსეთის სამხრეთის საველე არმიები მომარაგების გარეშე დატოვოს. ყველაფერი, რაც უკრაინას სჭირდება, არის მათი გაგზავნა და პატრულირება იმ 3 დასახლებასთან, რომლებიც ამ ვიდეოში ვახსენეთ. ხელოვნური ინტელექტი დანარჩენს აკეთებს. Hornet-ი ამჩნევს პოტენციურ სამიზნეს. ამოიცნობს მას დრონის ხელოვნური ინტელექტის საწვრთნელად გამოყენებული 1000-ობით საათის ვიდეო მასალის საფუძველზე და შემდეგ მიზანში იღებს. და რადგან ეს დრონები ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ, ისინი უფრო მდგრადები არიან ჩახშობის ტექნიკების მიმართ, რომელსაც რუსეთი იყენებს ტრადიციული FPV და სატელიტით მართვადი დრონების მუშაობის დასარღვევად. Army Recognition ამატებს, რომ ამ ტიპის ტექნოლოგია აუცილებელი არ არის მხოლოდ ერთი ტიპის დრონზე იყოს შეზღუდული. Palantiris Prisma-ის საბრძოლო ველის მართვის სისტემა საფუძველს უქმნის იმას, რასაც Hornet აკეთებს, და ეს არის სისტემა, რომელიც სავარაუდოდ შეიძლება გამოყენებული იქნას უკრაინის საშუალო რადიუსის დრონების ხელოვნური ინტელექტის სამიზნე შესაძლებლობებით აღჭურვისთვის, რაც მათ სჭირდებათ, რომ რუსეთს დარტმა-დარტმაზე მიაყენო. აი ამის ეშინია პუტინს. უკრაინა აქტიურად მუშაობს, რომ 4 სამხრეთის საველე არმიისთვის მომარაგება შეწყვიტოს. რაც ეხლა გვესახება, ეს მხოლოდ დასაწყისია. როცა უკრაინა აგრძელებს საშუალო რადიუსის დარტმების კამპანიის გაფართოებას, ის კიდევ უფრო მეტ დრონს აღჭურვავს ხელოვნური ინტელექტით. დარტმების ის ტალღა, რასაც ახლა ვხედავთ, ცუნამად გადაიქცევა. ასობით სატვირთოს განადგურება 1000-ებად იქცევა, როცა უკრაინა მარტივ გეგმას მიხვება. თუ ლოგისტიკას გაანადგურებ, საკვებიც დაიკარგება. და რაც კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას რუსეთისთვის, უკრაინას შეუძლია არა მხოლოდ საკვების სატვირთოებზე იერიში მიიტანოს. საწვავის ცისტერნების დაკარგვა უკრაინის საშუალო მანძილის სტრატეგიის გამო კიდევ უფრო დიდ დარტმას აყენებს რუსეთის მუცელს. როგორ? რა სჭირდება საკვების სატვირთოს ტვირთის გადასატვირთის გადასატანად? საწვავი. თუ რუსული საწვავი იწვის იმავე გზებზე, სადაც ქვეყნის საკვები ნადგურდება, შეიძლება ორმაგი დარტმა მიიღონ შიმშილისგან. დაკარგული საწვავი ვეღარ გამოიყენება. რაც ნიშნავს, რომ იმ სატვირთო მანქანებსაც კი, რომლებიც უკრაინის სამხრეთისთვის განკუთვნილ საკვებს ატარებენ, ვეღარ შეუძლიათ გადაადგილება. ისინი უძრურდებიან ისე, რომ დარტმასაც არ იღებენ. და თუ ეჭვი გეპარებათ, რომ ეს შეიძლება მოხდეს, BBC გიხსნით, რატომ არ უნდა გეპარებოდეთ ეჭვი. გაითვალისწინეთ, რომ ყირიმში საწვავის მასიური დეფიციტია, რის გამოც ბენზინგასამართ სადგურებს მოუწიათ შეზღუდვა და მძღოლებს თითო მანქანაზე მხოლოდ 20 ლიტრის საწვავის შეძენის უფლება აქვთ. ეს საკმარისი საწვავი არ არის იმისთვის, რომ საკვები მანქანა ყირიმიდან სამხრეთის ტერიტორიებზე ჩავიდეს. და ყოველ ჯერზე, როცა რუსეთი დიზელის ამ ბენზინის ტვირთს აგზავნის რომელიმე მარშრუტზე, რომელიც ყირიმს უკრაინის ოკუპირებულ სამხრეთთან აკავშირებს, ის უკრაინის დრონებს კიდევ ერთხელ უგზავნის მოწვევას დარტმისთვის. რაც შეეხება ყირიმს, ნახევარკუნძულს, რომელიც რუსეთმა 2014 წელს დაიკავა, უკრაინის დარტმებს რუსეთის მუცელში ვერც ის გადაურჩა. როდესაც უკრაინა იწყებს კამპანიას, რომ რუსეთის არმია შიმშილამდე მიიყვანოს, ყირიმში საკვების პრობლემები უკიდურესად მძაფრდება. მაგრამ სანამ ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, ეს არის მილიტარი შოუ და ჩვენ გაჩვენებთ სრულ სურათს, არა მხოლოდ სათაურებს. გამოიწერეთ დღესვე, რომ არ გამოგრჩეთ ჩვენი არც ერთი ვიდეო, სადაც ვამხელთ რუსეთის არმიის რეალურ მდგომარეობას უკრაინაში. 9 ივნისს United.4 მედიამ გამოაკვირნა საინტერესო ანგარიში ყირიმში საკვების პუების ბაზრის ამჟამინდელ მდგომარეობაზე. ანგარიში ნათქვამია, რომ უკრაინის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრი ამტკიცებს, რომ ყირიმის ბევრ სასურსათო მაღაზიაში მთავარ პროდუქტებზე, მათ შორის მარცვლეულზე, ფქვილზე, შაქარზე, მაკარონზე და მარილზე დეფიციტია. ცენტრის განცხადებით, ზოგმა საცალო ქსელმა უკვე შემოიღო შეზღუდვები ერთი პირისთვის საქონლის გაყიდვაზე, რაც მხოლოდ ზრდის პანიკას მოსახლეობაში. ასევე ნათქვამია, რომ ამ მდგომარეობის მიზეზი ისაა, რომ უკრაინის საშუალო სიშორის დარტყმები აჩერებს რუსულ სასურსათო მანქანებს ნახევარკუნძულზე მისვლისგან. თითქოს ჯარისკაცების გამოკვების ჩავარდნა საკმარისი პრობლემა არ იყო. ახლა პუტინსა და მის კრემლის თანამზრახველებს მოუწევთ სამოქალაქო მოსახლეობაზე მოქმედი საკვების დეფიციტის მოგვარება. ეს პუტინისთვის სერიოზული პრობლემაა. რამდენადაც ყირიმში მყოფი მარიონეტული მთავრობა შეიძლება ცდილობდეს თავი ისე მოაჩვენოს, რომ თითქოს არაფერი ხდება, ისინი ვერ მოატყუებენ იმ ადამიანებს, ვინც ცარიელ სუპერმარკეტების თაროებს აშკარად ხედავს. პროპაგანდა ხალხს მუცელს ვერ გაუსებს და ცნობილია, რომ ყირიმში ამ საკითხზე საზოგადოებრივი შეშფოთება უკვე იზრდება. რუსეთი ახლა კარგავს შესაძლებლობას, რომ ყირიმის ნახევარკუნძულზე მარაგების მიწოდება უზრუნოოს. და ეს კიდევ უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე ზედაპირზე ჩანს. საკვების ამ დეფიციტის წყარო არის უკრაინის თავდასხმები ყირიმის სახმელეთო ხიდზე, რომელიც აკავშირებს ოკუპირებულ ნახევარკუნძულს უკრაინის სამხრეთ ტერიტორიებთან, რომლებსაც ამჟამად რუსეთი აკონტროლებს. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, აქ ორმხრივი მოძრაობა მიმდინარეობს.
ამ სამხრეთ ტერიტორიებიდან მომარაგება ყირიმამდე არ აღწევს. ეს აშკარა, თუმცა რუსეთი ასევე აწვდის მომარაგებას ყირიმში რუსეთის მატერიკიდან, ხშირად ქერჩის ხიდის საშუალებით. ეს მომარაგება შემდეგ იგზავნება იმავე მომარაგების მარშრუტებით, რომელსაც უკრაინა უტევს, როცა ისინი სამხრეთ ტერიტორიებისკენ მიემართებიან და ბევრ შემთხვევაში ჩახერბვის წერტილებისკენ, ჩერნიჰიუკაში, პემიანკასა და როზივკაში. უკვე ხვდებით, საითაც მიდის ეს ყველაფერი. პირველ რიგში ყირიმში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობა ხედავს, როგორ იკლებს მათი საკვების მარაგი, რადგან რუსეთი საკვების მიწმიწოდებას ფრონტის ხაზზე დააყენებს პრიორიტეტად, მაგრამ საბოლოოდ ეს აღარ იმუშავებს. როდესაც უკრაინა ზრდის საშუალო მანძილზე დართმების ინტენსივობას, მომარაგება, რომელიც ყირიმიდან სამხრეთ ტერიტორიებში უნდა ჩასულიყო, აღარ აღწევს დანიშნულების ადგილამდე. 4 საველე არმია შიმშილობს და ამის შედეგად რუსეთის შეტევები როგორც უკრაინის სამხრეთში, ისე აღმოსავლეთში ზარალდება. უკრაინას ძლიერი ხელი აქვს. ამჟამად ისინი ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთს აღჭომენ, მაგრამ ეს კიდევ უფრო ღრმად მიდის. როდესაც სამხრეთში მყოფი 4 საველე არმია აცნობიერებს, რომ უკრაინას შეუძლია მათი საკვების მიწოდება ნებისმიერ დროს გაანადგუროს, ხოლო ყირიმში ოკუპანტები ცარიელ სუპერმარკეტების თაროებს უყურებენ, კიდევ უფრო მეტი საკვების პრობლემა ჩნდება. მხოლოდ ეს პრობლემები ოკუპირებულ ტერიტორიებს არ ეხება. ისინი თავად რუსეთს აზიანებს. ეხლა ჩვენ არ ვაპირებთ ვიკამათოთ, რომ რუსეთი იმავე ტიპის საკვების დეფიციტს გამიცდის, რასაც მისი ოკუპანტები. ეს ტყუილი იქნებოდა. მაგრამ რაც რუსეთში ხდება ისაა, რომ 4 წლიანი ომმა ქვეყნის ეკონომიკა დაასუსტა, რის შედეგადაც საკვების ფასები იმ დონემდე გაიზარდა, რომ საშუალო რუსს უბრალოდ აღარ შეუძლია გაუმკლავდეს. მაღაზიებში ჯერ კიდევ არის საკვები, მაგრამ ინფლაციის გამო ის იმდენად ძვირი გახდა, რომ რუსი მოქალაქეებისთვის უკვე ძალიან დიდი ხანია ასე რთული არ ყოფილა საკვების ყიდვა. რაც აქ ჩანს ისაა, რომ უკრაინას არც კი სჭირდება პირდაპირ დაარტყას რუსეთის მუცელს, რომ ქვეყანა შიმშილით დაასუსტოს. რუსეთის წინააღმდეგ ნებისმიერი შეტევა საკმარისია მიზნის მისაღწევად და უკრაინა ყოველდღიურად უფრო ართულებს პუტინისთვის და მის ხალხისთვის მდგომარეობას, როცა წარმატებით იწავს თავს შეჭრისგან. BBC-მ თებერვალში გამოქვეყნებულ სტატიაში გაამჟღავნა რუსეთის საკვების ინფლაციის პრობლემის მასშტაბი. მან ესაუბრა მოსკოვში მსხორებ სარეკლამო სპეციალისტს, რომელმაც განაცხადა, რომ მისი თვიური საკვების ბიუჯეტი $450-დან $555-მდე გაიზარდა, რაც 22%-ით ზრდას ნიშნავს. ეს რამდენიმე წლის განმავლობაში არ მომხდარა. ეს უზარმაზარი ფასების შოკი ალექსანდრეს ერთ თვეში დაატყდა თავს. თუ უფრო ფართოსურად შევხედავთ, ნახავთ, რომ რუსეთში თითქმის ყველა ძირითადი პროდუქტის ფასი 24-დან 26%-მდე გაიზარდა. კარტოფილი და შოკოლადი ყველაზე დიდი პრობლემაა, რადგან მათი ფასები 2 წელიწადში შესაბამისად 177 და 125%-ით გაიზარდა. მაგრამ სადაც არ უნდა შეხედოთ, მსგავსი სურათია. რძის ფასი რუსეთში 2024 წლიდან 2026 წლის დასაწყისამდე 59%-ით გაიზარდა. კონსერვირებული ლობიო ეხლა 45%-ით ძვირია, ყველი 50%-ით გაძვირდა და თეთრი პურის უბრალო ნაჭერიც კი რუსეთში 2026 წელს 45%-ით მეტი ღირს ვიდრე 2024-ში. ეს არის უკრაინის ომის ფასი რუსეთისთვის, რომელსაც ხშირად ვერ ხედავთ. პირდაპირ შიმშილს ფრონტზე ახლავს საკვების ფასების არამდგრადი ზრდა მატერიკზე. Moscow Times-მაც აპრილში ამ საკითხზე გააკეთა რეპორტაჟი. ის ამტკიცებს, რომ დაბალფასიანი საკვების და მაღაზიის ბრენდული პროდუქტების მოთხოვნა თელ რუსეთში მკვეთრად იზრდება, რადგან მყიდველებს აღარ შეუძლიათ იმ ბრენდული საქონლის ყიდვა, რასაც სულ რამდენიმე თვის წინ ყიდულობდნენ. რუსეთი კვლავ ცდილობს ამტკიცოს, რომ რეალური შემოსავლის ზრდა გარკვეულწილად ჯანსარია. სახელმწიფო სტატისტიკის სააგენტო როსტატმა აღნიშნა, რომ ზრდა 2025 წელს შენელდა და 7.4%-მდე შემცირდა. 2024 წლის 8.2%-თან შედარებით, ხოლო 2025 წლის ბოლო კვარტალში შემოსავლის ზრდა 5.8%-მდე დაეცა. ეს ციფრები ნახევრად მისაღები იქნებოდა, რომ არა ის ფაქტი, რომ საკვების ინფლაცია ამ ზრდის მაჩვენებლებს რამდენჯერმე არ ემატება, თუნდაც ყველაზე საბაზისო პროდუქტებზე. კიდევ ერთხელ, რუსეთს არ ემუქრება საკვების დეფიციტი მისი მოსახლეობისთვის მატერიკზე. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოსკოვში კრიმის მსგავსი სიტუაცია განვითარდეს. მაგრამ რასაც ჩვენ ხედავთ, არის პუტინის ომის ეკონომიკური გავლენა, რომელიც უკვე რიგით რუს მოქალაქესაც ეხება. ეკონომიკა, რომელიც 2022 წლის შემდეგ ყველაზე მეტად უახლოვდება ნგრევას, სულ უფრო და უფრო ართულებს რიგითი რუსისთვის საკვების შეძენას. რუსეთის 4 საველე არმია სამხრეთში ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაშია. მინიმუმ მალე ასე იქნება, რადგან უკრაინა აფართოებს თავის საშუალო რადიუსის კამპანიას, რათა დაასუსტოს რუსეთის არმიის მომარაგება. საკვანძო პრობლემა არ არის დრონი, რომელიც ჩერნიგივკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 23 კილომეტრში ერთ სატვირთოს ანადგურებს. ამ დარტყმის მნიშვნელობა რუსეთის არმიისთვის სასიკვდილოა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხო ზონები ახლა საფრთხის ქვეშაა. უკრაინამ განსაზღვრა ლოგისტიკური ბარიერები რუსეთის სამხრეთის მთელი სამხედრო განლაგებისთვის. ეხლა საჭიროა მხოლოდ მოჯერა. ხელოვნური ინტელექტის დრონების ჯგუფები და მეტი თავდასხმა ყირიმსა და ოკუპირებულ სამხრეთს შორის მიმავალ სატვირთოებზე აუცილებლად იქნება. მალე ცარიელ ყირიმის თაროებს 4 საველე არმიისთვის საკვების ამოწურვაც დაემატება. შედეგად იქნება წარუმატებელი შეტევები და უკრაინისთვის მეტი შესაძლებლობა უპასუხოს და რუსეთი უკან დაახევინოს ვიდრე ოდესმე. ყირიმი ყველაზე ნათელი ნიშანია იმისა, რომ რუსეთი საკვებისა და საწვავის პრობლემებს უფრო მეტად განიცდის ვიდრე სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ჯარისკაცი ფრთხილად გადადის ღია მიწის ნაკვეთს. ის ჯერ ესმის ვიდრე დაინახავს. მტრის დრონის დამახასიათებელი ბზუილი. ზემოთ ახედავს და ამშნევს უპილოტო საფრენან აპარატს, რომელიც მისკენ მოემართება. არ იცის, რომ ეს უბრალოდ ძველი დრონი არ არის. ეს უახლესი ტექნოლოგიის მკვლელი ბოტია. სრულყოფილი ტვინით, რომელიც საშუალებას აძლევს პირდაპირ ჯარისკაცის სახეზე დაფიქსირდეს. ის რამდენიმე გასროლას ახორციელებს თავისი შაშხანიდან უპილოტო საფრენი აპარატის მიმართულებით, მაგრამ ეს ყველაფერი უშედეგოა. მისი ბედი უკვე გადაწყვეტილია. რამდენიმე წამში დრონი უახლოვდება მსხვერპლს და მაღალი სიჩქარის ტყვიას უშვებს პირდაპირ ჯარისკაცის თავში. ის კვდება, სანამ მისი სხეული მიწაზე დაეცემა. ეს ჟღერს როგორც სცენა, რომელიღაცა სამეცნიერო ფანტასტიკის საშინელებათა ფილმიდან, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ახალი მძიმე რეალობა, რომელსაც რუსი ჯარისკაცები უკრაინის ფრონტის ხაზზე აწყდებიან. ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს იყო ტრადიციული კონფლიქტი. ელოდნენ, რომ წინ ჩვეულებრივი უკრაინელი ჯარისკაცები დაუდგებოდნენ, მამაცები და დისციპლინირებულები, მაგრამ მაინც ხორცისა და ძვლისგან შექმნილები. ამის ნაცვლად კრემლის ჯარისკაცები სულ უფრო ხშირად აწყდებიან მოწინააღმდეგეებს, რომლებიც დამზადებულნი არიან ფოლადისგან, ალუმინისგან და ნახშირბადბოჭკოვანი პოლიმერებისგან და აქვთ საკმარისი საბრძოლო ძალა, რომ წამში დაასრულონ მათი სიცოცხლე. სასიკვდილო მკვლელი მანქანები, რომლებსაც არც ჭამა სჭირდებათ და არც ძილი და არასოდეს შეწყვეტენ დაუღალავ ძებნას, რათა იპოვონ და გაანადგურონ ყოველი მტერი ჯარისკაცი, ვინც კი თვალთახედოში მოხდებათ. გასაგებია, რომ ეს ახალი განვითარება ნამდვილ შიშსა და პანიკას იწვევს კრემლის ძალების და თუნდაც ყველაზე გამობრძმედილი სამხედრო ბლოგერების გულებსა და გონებაში. მაგალითად, Telegram-ზე არსებული ორი მაიორი, რაც ხანგრძლივი და შედარებით ცნობილი რუსული Z ბლოგერის ანგარიშია, ცოტა ხნის წინ წერდა. საბრძოლო ველი ნელ-ნელა მანქანების ეკოსისტემად იქცევა, სადაც ადამიანები სულ უფრო ნაკლებად არიან მონაწილეები და უფრო მეტად აღქმის ობიექტები. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ადამიანები გარკვეული ხელოვნური ინტელექტებისთვის ნადირობის ობიექტებად იქცევიან. მაშინ, როცა სხვა ხელოვნური ინტელექტები მათ მონადირეებისგან დაცვის მცდელობას დაიწყებენ. ეს იყო პასუხი ვირუსულ ვიდეოზე, რომელიც მაისის შუა რიცხვებში გავრცელდა და სწრაფად მოედო სოციალურ ქსელებს. ვიდეოში ჩანს, როგორ კლაუს სახის ამომცნობი დრონი სასტიკად რუს ჯარისკაცს, რომელიც მიტოვებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ძალებს ოფიციალურად არ გაუმჟღავნებიათ დეტალები ამ კონკრეტული დრონის ზუსტი ტექნიკური მახასიათებლებისა და შესაძლებლობების შესახებ, ექსპერტები და ანალიტიკოსები აქტიურად სწავლობენ ვიდეო მასალას და ადარებენ მას ღია წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციას, რათა დანაკლისი შეავსონ. აი რა დაადგინეს მათ. როგორც წესი, პირველი პირის ხედვის, ანუ FPV დრონები აღჭურვილია ჯავშანგამტანი ფორმირებული მუხტებით. უფრო ზუსტად რო თქვათ, ისინი როგორც წესი გადაკეთებული რეაქტიული ყუმბარები, ანუ RPG-ები, ან ფრაგმენტაციის საბრძოლო თავები არიან, რომლებიც შეჯახებისას ფეთქდება და სერიოზულ ზიანს აყენებს ყველაფერს ახლო მანძილზე. ეს ის ტიპის დარტყმითი დრონებია, რომლებიც უკრაინამ არაერთხელ გამოიყენა, როგორც რუსეთის წინახაზის შეტევითი ჯგუფების, ასევე ქვეითთა საბრძოლო მანქანებისა და მტრის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. თუმცა ვირუსულ ვიდეოში დაფიქსირებული დრონი საკმაოდ განსხვავებული იყო. ის არ შეჯახებია ჯარისკაცს და არც მის გვერდით მიწაზე ჩამოვარდნილ აფეთქებამდე. ამის ნაცვლად, როგორც ჩანს, დრონი გარკვეულ მანძილზე გაჩერდა. ექსპერტების შეფასებით ის დაახლოებით 20 მეტრით, ანუ 65 ფუტით იყო დაშორებული მსხვერპლს, როდესაც თავისი ჭურვი ააფეთქა. შემდეგ ვიდეოში ნათლად ჩანს კვამლის კვალი, რომელიც აფეთქების წერტილიდან, ანუ დრონიდან, ნიდის დარტყმის წერტილამდე, ანუ ჯარისკაცამდე. მახვილი თვალის მქონე ექსპერტებმა სწრაფად გააცნობიერეს, რომ ეს დიდი ალბათობით იყო ფეთქებით ფორმირებული გამჭოლი ჭურვი, ანუ EFP. ტრადიციული ფორმირებული მუხტები იყენებენ კონუსის ფორმის მეტალის საფარს, რომელიც აფეთქების მომენტში იკეცება და წარმოქმნის თხელ, წაგრძელებულ და ნაწილობრივ დნობად ჭალს, რომელსაც შეუძლია გაარღვიოს საკმაოდ სქელი ჯავშანიც კი, ხშირად ქმნის ვიწრო, მაგრამ ღრმა ხვრელებს სამიზნეში. EFP-ები კი იყენებენ უფრო მძიმე, თეფშის ფორმის საფარს, რომელიც აფეთქებისას ქმნის მკვრივ მყარ ჭურვებს, თითქმის როგორც მაღალი სიჩქარის აეროდინამიკური ბირთვები. და ეს მხოლოდ ფუნქციონალში კი არ განსხვავდებადება, არამედ შესაძლებლობებშიც. მაგალითად, EFP-ები ბევრად უფრო ეფექტურია მანძილზე, მაგრამ ჯავშანში ხვრელების გაკეთებაში ასეთი ეფექტური არ არის. ტრადიციულ მუხტებს უკეთესი შეღწევადობა აქვთ, მაგრამ მაქსიმალური ზიანის მისაყენებლად ისინი უშუალოდ სამიზნესთან ახლოს უნდა აფეთქდეს. ამ მიზეზების გამო ტრადიციულ მუხტებს ხშირად ვიყენებთ როგორც პირდაპირი დარტყმის ანტიტანკური არას, რომელიც ტანკებისა და ქვეითთა საბრძოლო მანქანების სქელ ჯავშანს ხვრეთს. EFP-ები კი გამოიყენება უფრო რბილ სამიზნეებზე, ან ზემოდან ისვრიან მტრის ტექნიკის წინააღმდეგ, რათა დააზიანონ მათი, როგორც წესი უფრო სუსტი და თხელი ზედანაწილი. უკრაინაში მაგალითად კიევის ძალებმა ცნობილი წარმატებით გამოიყენეს ბოფორს ბონუსი, 185 მმ-იანი მართვადი საარტილერიო კლასტერული ჭურვი, რომელიც შვედეთის ბოფორსმა და საფრანგეთის ნექსტერიმ ერთობლივად შეიმუშავეს. ეს გაასროლე და დაივიწყე ტიპის ანტიტანკური საბრძოლო მასალა ტრადიციული ჭურვივით ისვრის 21.7 მილის, 25 კილომეტრის მანძილზე. მაგრამ როგორც კი ის მიზნის რაიონში აღწევს, ის უშვებს ორ ავტონომიურ სენსორით აღჭურვილ საბრძოლო ელემენტს, რომლებიც დამოუკიდებლად სკანირებენ, ამოიცნობენ და ზემოდან ანადგურებენ ჯავშან ტექნიკას.
თითოეულ ამ საბრძოლო ელემენტს აქვს საკუთარი მინიატურული ფრთები, რაც საშუალებას აძლევს ჰაერში ტრიალით ნელა დაეშვას მიზნისკენ. ამავე დროს იყენებს ინფრაწითელ სენსორებსა და ლიდარ ტექნოლოგიას მიწის ზედაპირის დასასკანად. როდესაც ისინი ამჩნევენ სავარაუდო სამიზნეს, ისინი ადარებენ მის ფორმასა და ზომას, საკუთარ წინასწარ დაპროგრამებულ მონაცემთა ბაზებთან, რათა დაადასტურონ მისი იდენტიფიკაცია. მას შემდეგ, რაც ეს პროცესი დასრულდება, EFP ტიპის საბრძოლო თავი ისვრის ქვემოთ, რაც როგორც წესი ხვრეთს რუსული ტანკებისა და ქვეითთა საბრძოლო მანქანების ზედათხელ ჯავშანს. ზუსტი მრავალმხრივი და ადაპტირებადი, ეს თითქმის სასწავლებრივი საბრძოლო მასალები წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეს თავიანთი ღირებულება. დაეხმარნენ უკრაინის თავდაცვის ძალებს ყველაზე გამძლე ტანკების, მათ შორის რუსეთის T-90M-ის განადგურებაში. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ უკრაინას შეეძლოს იგივე მომაკვდინებელი ტექნოლოგიის აღება და მისი დრონში ინტეგრირება. არ არის გადაჭარბებული თქმა, რომ ეს იქნება გარდამტეხი ცვლილება. ორივე მხარემ უპასუხა დრონების ომის მზარდ გავლენას ანტიდრონული ზომების მიღებით, როგორიცაა ბადეები, მავთულის გალიები და სხვა ტიპის დაცვა. ჩვენ ნახეთ მაგალითად, როგორ გამოჰყავს რუსეთს დროებითი ზღარბი და კუ ტანკები, რომლებსაც უზარმაზარი ეკლები აქვთ მიმაგრებული შასიზე. უკრაინის შიდა თავდაცვის კომპანიებმაც შეიმუშავეს დამატებითი ჯავშნის გალიები ქვეყნის ტანკებისთვის, საბრძოლო მანქანებისთვის და ჯავშან მანქანებისთვის. ეს თავდაცვითი საშუალებები ყველა შექმნილია იმისთვის, რომ შეამციროს დრონების პირდაპირი დათმის რისკი. ისინი მთლიანად კონცენტრირებულნი არიან იმ საფრთხეზე, რომელსაც წარმოადგენენ ტრადიციული მუხტები ან კამიკაძე დრონები, რომლებიც ეფექტურად უნდა შეეჯახონ სამიზნეს, რათა დააზიანონ ან გაანადგურონ ისინი. იდეა მარტივია. თუ შეძლებ დრონი ააფეთქო მანქანის მთავარ ჩარჩოდან უფრო მოშორებით, მაშინ ის აღარ იქნება ისეთი ეფექტური. თუმცა თუ გაგზავნით დრონებს, რომლებიც აღჭურვილია EFP-ებით, მაშინ სიტუაცია სრულიად იცვლება. რადგან ამ დრონებს არ სჭირდებათ ძალიან ახლოს მისვლა სამიზნის გასანადგურებლად, ისინი შეიძლება ათეულობით ფუტით მოშორებით გალიებისა და ეკლებისგან შორს ზემოდან დაეფარნონ სამიზნეს და შემდეგ გაარღვიონ მათი დაცვა. თუ უკრაინა შეძლებს ასეთი ტიპის დრონების მასობრივად წარმოებასა და გამოყენებას, ის ფაქტობრივად გაანეიტრალებს რუსეთის დრონების დაცვის დიდ ნაწილს, რაც შეიძლება კიდევ უფრო მეტ ტანკსა და სხვა ტექნიკის დაკარგვას გამოიწვევს კრემლისთვის, იმ ათასობით განადგურებულ მანქანაზე დამატებით, რაც უკვე დაკარგა. თუმცა არსებობს რამდენიმე უარყოფითი მხარეც. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ასეთი ტიპის საბრძოლო თავაკები როგორც წესი ოპერატორის უფრო მაღალ კვალიფიკაციას მოითხოვს. ტრადიციული დრონის შემთხვევაში ოპერატორებს შეუძლიათ უბრალოდ კონცენტრირდნენ სამიზნის პონაზე და პირდაპირ მასზე ფრენაზე. ზოგჯერ მათ უწევთ მიზანში ამოიღონ ტანკებისა და მანქანების კონკრეტული სუსტი წერტილები, ან მტრის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე დამონტაჟებული სატელიტური ანტენები, რაც საკმაოდ რთულია, მაგრამ უკრაინის დრონების ბევრ ჯგუფს უკვე წლების გამოცდილება აქვს ამ სისტემებთან მუშაობაში. ამიტომ ისინი ძალიან გამოცდილი გახდნენ. EFP დრონები კი სრულიად განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს. ოპერატორებს მხოლოდ სამიზნეების პონა და მათთან მიახლოება არ უწევთ ისე, რომ გზაში არ ჩამოაგდონ, არამედ მათ ასევე უნდა დაიკავონ იდეალური პოზიციები, ზუსტად სწორი მანძილიდან მიახლოებულნი სამიზნეებთან, სანამ ზუსტად საჭირო მომენტში ააფეთქებენ საბრძოლო მასალას მაქსიმალური ზიანის მისაყენებლად. ეს მარტივი არ არის. ეს კიდევ უფრო რთულია, როცა საქმე გვაქვს უფრო პატარა სამიზნეებთან, მაგალითად პერსონალთან. უკრაინამ წარსულში სცადა FPV დრონების გამოყენება კლეიმორის ტიპის საბრძოლო თავებით, რათა რუსი ჯარისკაცები გაინადგურებინა. თუმცა ოპერატორებმა აღმოაჩინეს, რომ მათთან მუშაობა საკმაოდ რთულია, რადგან მათ არა მხოლოდ სწორ მანძილზე უნდა ააფეთქონ ასაფეთქებელი სამიზნე და არამედ სწორ კუთხეზეც. თუ ისინი მხოლოდ რამდენიმე გრადუსით აცდებოდნენ, შეიძლებოდა მტერს საერთოდ ასცდენობდნენ. ასე რომ თუ კი უკრაინა დაიწყებს გადასვლას EFP დრონებზე, ეს პროცესი საკმაოდ ნელი შეიძლება იყოს, რადგან დრონის ოპერატორებს მოუწევთ სწავლა, თუ როგორ გამოიყენონ ეს უფრო განვითარებული სისტემები საუკეთესოდ. მაგრამ რა მოხდებოდა თუ მათ ხელოვნური ინტელექტის სახით ცოტა დამატებითი დახმარება ექნებოდათ? ეს ყველაფერს შეცვლიდა. სხვათა შორის, თუ ასეთი ანალიზი გსურთ უფრო ხშირად, დარწმუნდით, რომ გამოწერილი გაქვთ სამხედრო შოუ. ჩვენ ასე ვშლით ყველაფერს თითოეულ ჯერზე. 2018 წელს იუთუბერმა სახელად მაიკლ რივზმა შექმნა მსუბუქი ხასიათის ვიდეო, რომელიც ძირითადად იმაზე იყო, რომ მან შექმნა დრონების როი, რომელსაც შეეძლო მიზნების სახეებზე კონცენტრირება. მან ეს მოახერხა სახის ამოცნობის პროგრამული უზრუნველყოფის და მარტივი ხელოვნური ინტელექტის ავტოპილოტის სისტემების გაერთიანებით, რის შედეგადაც შექმნა ხელმისაწვდომი ავტონომიური თავდასხმის დრონები, რომლებიც ხალხის თავებში ეჯახებოდნენ. რა თქმა უნდა, იმ დრონებს ასაფეთქებლები არ ჰქონდათ, მაგრამ რა მოხდებოდა რომ ჰქონოდათ? ეხლა 2026 წელს რუსეთ-უკრაინის ომი თითქმის დრონების სიჭარბის ფაზაშია გადასული. FPV ტიპის უპილოტო აპარატების ჯგუფები ყოველდღიურად ავსებენ ფრონტის ხაზის ცას, ნადირობენ და ანადგურებენ ყველა მტერს ან ტრის ტექნიკას, რომელსაც აღმოაჩენენ. უკრაინისთვის მფრენი დრონების უმეტესობა აღჭურვილია მინიმუმ რაიმე სახის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიით. შიდა თავდაცვის კომპანიები, როგორიცაა მეოთხე კანონი და საერთაშორისო კომპანიები, როგორიცაა ორტერიონი, აწარმოებენ თანამედროვე დამატებით მოდულებს, რომლებიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ პატარა და მარტივ საბრძოლო დრონს გადაიქცეს ბევრად უფრო ჭკვიან ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილ საბრძოლო მოწყობილობად, რომელსაც შეუძლია ამოიცნოს, დააფიქსიროს და დაუნდობელი სიზუსტითა და ეფექტურობით დაედევნოს სამიზნეებს. ზოგადად რომ თქვათ, უკრაინამ ეს ინოვაციური ახალი ტექნოლოგია ძირითადად გამოიყენა იმისთვის, რომ თავისი უპილოტო საფრენი აპარატები უფრო ეფექტური გაეხადა მტრის ელექტრონულ ომთან, ანუ EW ტექნოლოგიებთან ბრძოლაში.
რუსეთი რეგულარულად იყენებს ელექტრონული ომის სისტემებს, როგორიცაა ჯემერები, რათა ხელი შეუშალოს დრონების კომუნიკაციას, გაწყვიტოს კავშირი დრონსა და მის ოპერატორს შორის, რაც ხშირად იწვევს იმას, რომ უპილოტო საფრენი აპარატი უბრალოდ ცაში ტრიალებს და უსაფრთხოდ ეშვება ახლომდებარე მინდოში, ნაცვლად იმისა, რომ წარმატებით დაარტყას სამის დღას სამიზნეს. ზოგიერთი მწარმოებელი ახლა ამტკიცებს, რომ ხელოვნური ინტელექტით არჭურვილი FPV დრონები ორჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე ხელით მართვადი მოდელები, რადგან მათი მიზანში მოხვედრის მაჩვენებელი 80%-მდეა, მაშინ როცა ტრადიციული ალტერნატივებისთვის ეს მაჩვენებელი დაახლოებით 40%-ს შეადგენს. ისინი არც ისე ძვირია. უკრაინას შეუძლია აწარმოოს მარტივი FPV დრონები და აღჭურვოს ისინი საბაზისო ხელოვნური ინტელექტის ავტონომიის მოდულებით თითო ერთეულზე $500-ზე. ნაკლებად ზოგიერთი AI სამიზნეს სისტემა კიდევ უფრო იაფია და მხოლოდ $100 ღირს. მათი კიდევ ერთი უპირატესობა მარტივი გამოყენებაა. როდესაც თქვენს დრონში ხელოვნური ინტელექტის ტვინი არის ჩაშენებული, რომელიც შეიძლება თავად შეასრულოს მტრის სამიზნეების პოვნისა და დარტყმის ნაწილი, ეს ადამიან ოპერატორს ბევრად უადვილებს საქმეს. მართლა ასეა, როდესაც ეს სისტემები კარგად მუშაობს და არ იბლოკება ან არ ირღვევა, მათი გამოყენება საოცრად მარტივია. თუნდაც გამოუცდელ პილოტებს შეუძლიათ მათი გამოყენება რამდენიმე სამიზნის წნაფად გასანადგურებლად, დრონის მართვა სწორ ადგილებში და ხელოვნური ინტელექტისთვის საქმის დასრულების მინდობა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, როდესაც ვსაუბრობთ ასეთ წოდებულ მკვლელ რობოტებზე. ეფექტურობისთვის მათი გამოყენება მარტივი უნდა იყოს. ხელოვნური ინტელექტი ამას შესაძლებელს ხდის. სწორი მოდულებით, სწორი ტვინებითა და სწორი არი ავტონომიური ტექნოლოგიებით, ამ უპილოტო საფრენ აპარატებს შეუძლიათ სრულიად ახალი დონე შემოიტანონ დრონების ომში, სადაც ძველი დამკვიდრებული წესები აღარ მოქმედებს. ტრადიციული FPV-ები, რომლებიც მტერთან პირდაპირ შეჯახებაზეა დამოკიდებული, შეიძლება აიცილონ და უპასუხონ. რუსმა ჯარისკაცებმა ისწავლეს, რომ ამ დრონებს შეჯახებამდე ცოტა ხნით ადრე რაღაცას ესვრიან და აფეთქებას უფრო შორს იწვევს, მაგალითად, რაც მათ გადარჩენის უკეთეს შანსს აძლევს. მათ შეუძლიათ გამოიყენონ არეში არსებული ნებისმიერი რამ, მიწაზე დაგდებული ქვებიდან დაწყებული, ხელში არსებული შაშხანებით, ან თუნდაც თავზე მყოფი ჩაყუტებით დამთავრებული. ისინი ასევე ისვრიან FPV დრონებზე, როცა ისინი ახლოვდებიან, თოფებითა და მსგავსი იარაღებით, რათა მტრის უპილოტო აპარატები ადგილზე გააჩერონ. და რადგან ამ დრონებს ახლოს მისვლა სჭირდებათ, გაწუხთნილი ჯარისკაცებისთვის მათი ჰაერში ჩამოგდება არც ისე რთული არ არის. მაშინაც კი როცა მათ ხელოვნური ინტელექტის პილოტები მართავენ, ამ დრონებს ყოველთვის ექნებათ დაბკოლებები გზაზე, რაც ართულებს მათთვის მიზნის დაზიანებას. EFP დრონებს, რომლებიც მოცინავე ხელოვნური ინტელექტის სისტემებით იმართებიან, ასეთი რისკები არ ემუქრებათ. ისინი შეძლებენ პირდაპირ და ზუსტად გაუშვან ასაფეთქებელი ჭურვები მტრის ჯარისკაცებებზე, ისე რომ არც კი დასჭირდეთ იმდენად მიახლოება, რომ საფანტე თოფის გასროლებზე ან სხვა ჭურვებზე ინერვიულონ. ისინი უფრო მომაკვდინებლები, ჭკვიანები და გაცილებით რთულად ასაცილებლები იქნებიან და ნებისმიერი რუსი ჯარისკაცი, რომელიც ერთ-ერთ მათგანს შეხვდება, ამ მკვლელ რობოტებს რო შეხვდებიან, უფრო მეტად ეცდებიან უკან დაიხიონ და სიცოცხლე გადაარჩინონ, ვიდრე მათ წინააღმდეგ ბრძოლას შეეცადონ. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს შეიძლება იყოს ზუსტად ის, რაც უკრაინას სჭირდება, რათა თავისი უპირატესობა გამოიყენოს და შემდეგი მიზნები მიაღწიოს. ამ მიზნებიდან ერთ-ერთი, ალბათ ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი, არის რუსი ჯარისკაცების უფრო დიდი რაოდენობით განადგურება ვიდრე ოდესმე. მაიორი რობერტ მაჯარი ბროუდი, რომელიც უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა, არაერთხელ გაუსვამს ხაზი ქვეყნის მიერ მოწინააღმდეგის დანაკარგების გაზრდის მნიშვნელობას. ის თავისი მრავალი თანამეთაურის მსგავსად იმედოვნებს, რომ საბოლოოდ მიაღწევს იმ წერტილს, როდესაც უკრაინა რუსებს გაცილებით უფრო სწრაფად გაანადგურებს, ვიდრე ისინი შეძლებენ ახალი ჯარისკაცების მობილიზებას. ისინი უკვე კარგ გზაზე არიან, რომ ეს რეალობად აქციონ. 2026 წლის პირველი თვეების განმავლობაში სტატისტიკა აჩვენებს, რომ რუსეთის დანაკარგების მაჩვენებელი აღემატება მათი მობილიზაციის ტემპს. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ ჟურნალისტებს ცოტა ხნის წინ განუცხადა. ყოველდღიურად რუსული არმია მინიმუმ 1000 სამხედრო მოსამსახურეს კარგავს, მოკულსა და დაჭრილს. 2026 წლის დასაწყისიდან მტრის საერთო დანაკარგებმა უკვე გადააჭარბა 151,500 ადამიანს, მათგან 83,000-ზე მეტი შეუქცევადია. უკრაინის ძალები ყოველთვიურად სტაბილურად ანადგურებენ 30,000-ან მეტ რუს სამხედრო მოსამსახურეს. მაგრამ ისინი ამით შეჩერებას არ აპირებენ. მათი მიზანია გაცილებით მაღალი მაჩვენებლები, 40 ან თუნდაც 50,000, იდეალურად 2026 წლის ბოლომდე. და ისინი აქტიურად ცვლიან ტაქტიკას ამის მისაღწევად. ამასთან ერთად ეძებენ უფრო ძლიერ თავდაცვას და უფრო ინოვაციურ, ეფექტურ იარაღს საკუთარი ძალისხმევის მხარდასაჭერად. მკვლელი რობოტებს ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეუძლიათ შეასრულონ და რუსი ოფიციალური პირები უკვე სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავენ ამ ახალი სისტემების საშიში პოტენციალის გამო. მაგალითად, რუსული ტელეგრამ არხი რუს პანორამა ცოტა ხნის წინ გაავრცელა ვიდეო, სადაც როგორც ჩანს EFP დრონი კრემლის ჯარისკაცს აანადგურებს. თან დაურთო წარწერა. მტერმა დაიწყო საბრძოლო ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი, გაუმჯობესებული ტაქტიკური დრონების გამოყენება. არსებობს ნიშნები, რომ დრონების ტვინში ჩატვირთულია სახის ამოცნობისა და შესაბამისი სითბური ანაბეჭდის სამიზნე ინფორმაცია. კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ეს ყველაფერი ოფიციალურად დადასტურებული არ არის. უკრაინას ამაზე არც არაფერი დაუდასტურებია და არც უაროკვია. მისი თავდაცვის ძალებს არ გაუკეთებიათ მკაფიო განცხადება იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ ან არ შეუძლიათ ამ დრონებს, ან მასობრივად იწარმოება თუ არა ისინი.
ჩვენ არ ვიცით, იყენებენ თუ არა ისინი ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ მართვას, თუ ხელით იმართებიან. ასევე არ ვიცით, როგორი სიზუსტე ან საერთო ეფექტურობა შეიძლება გქონდეთ მათ. ჩვენ ვერ ვიქნებით სრულად დარწმუნებულები, რომ ისინი პროგრამულად სახეს ან თავს უმიზნებენ, რადგან ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი მტკიცებულება გვაქვს: ვირუსული ვიდეო. მაგრამ ეს ვიდეო უკვე საკმარისზე მეტია, რომ მოსკოვში განგაშის ზარები დაირეკოს. სავარაუდოა, რომ რუსები უკვე აქტიურად მუშაობენ ამ შემაშფოთებელი ახალი ტექნოლოგიის წინააღმდეგ შესაძლო საპასუხო ზომებზე. მაგალითად, მათ შეიძლება განიხილონ ჯარისკაცებისთვის ნიღბების მიცემა, რათა სახეები დამალონ. რაც შეიძლება დაეხმაროს სახის ამოცნობის ან აღმოჩენის ნებისმიერი პლატფორმის გაუქმებაში, რომელსაც დრონები იყენებენ. ჯარისკაცებს შეიძლება ასევე დაიწყონ წვრთნა, თუ როგორ დაფარონ სახე ან თავი ხელებით, როცა დრონები ზემოდან დაფრინავენ, ან როგორ მოკეცონ სხეული ბურთივით, რათა ნაკლებად შესამჩნევი და აშკარა სამიზნეები გახდნენ დრისთვის. მაგრამ სანამ დრონების და მათი სრული შესაძლებლობების შესახებ მეტი არ ვეცოდინება, რუსეთს მცირე იმედი აქვს, რომ მათ წინააღმდეგ რამეს გააკეთებს. და რადგან უკრაინის შიდა თავდაცვითი ინდუსტრია მუდმივად უმჯობესდება, შეუძლებელია ვთქვათ, რა დიდი როლი შეიძლება ჰქონდეთ ამ ჯგუფურად მოქმედ დრონებს მომავალში. მართალია, კიევის ოფიციალურმა პირებმა უკვე გააჟღერეს თავიანთი ამბიციები 2026 წელს, ხოლო დაახლოებით 7 მილიონი FPV დრონის წარმოების შესახებ. ასეთი მასშტაბური საწარმოო შესაძლებლობებით ქვეყანას დიდხანს არ დასჭირდება, რომ უზარმაზარი რაოდენობის დრონები აწარმოოს და რუსულ რიგებში უპრეცედენტო დანაკარგები გამოიწვიოს. 10 წლეულების განმავლობაში სამეცნიერო ფანტასტიკის ავტორები და ფილმების რეჟისორები წარმოიდგენდნენ სამყაროს მკვლელი რობოტებით, რომლებიც ადამიანების სახეებს სკანირებენ, მშვიდობიან მოსახლეობას ჯარისკაცებისგან არჩევენ და მტრებს ისე სასტიკად ანადგურებენ, რომ თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრონ. უკრაინაში ეს ისტორიები რეალობად იქცევა. და როცა მკვლელი რობოტები სრულად ამოქმედდებიან, რუსებს დამალვის ადგილი აღარ დარჩებათ. ეს მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია იმ მრავალ საინტერესო სამხედრო ინოვაციას შორის, რომლებიც ბოლო კვირებში უკრაინაში გაჩნდა. შეგიძლიათ ნახოთ ეს ვიდეო, რომ გაიგოთ კიდევ ერთი ინოვაციის შესახებ. ადგილობრივად შექმნილი მართვადი ბომბი, რომელიც მოწინააღმდეგის ხაზებს მიღმა უმაღლესი სიზუსტით ურყავს. ან კიდევ, ნახეთ ეს ვიდეო, რომ ნახოთ როგორ იკრება მარწუხები ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს გარშემო, როცა ათეულობით ქვეყანა ემზადება მას და მის კრემლის თანამძრახველებს ციხეში ჩასასმელად. თუ გსურთ მეტი სასტრაფო სიახლე, ანალიტიკური მიმოხილვა და დეტალური ანალიზი რუსეთისა და უკრაინის ომში მიმდინარე მოვლენებზე, აუცილებლად გამოიწერეთ სამხედრო შოუ დღესვე და მადლობა როგორც ყოველთვის ყურებისთვის.